გამარჯობა. 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 ეხლა მოდი დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. ჩვენი თემა ძალიან საინტერესოა. როგორც ხედავთ, სათაური მეორე ლექციისა არის აი ასეთი, სკეპტიციზმი, ძიების ფილოსოფია. ჩვენ ვისაუბრებთ აი ამ მიმართულებაზე, მიმდინარეობაზე ფილოსოფიაში, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ბუნებისმეტყველების ჩამოყალიბებაში. ბევრი ავტორი სავსებით სამართლიანად თვლის, რომ სწორედ აი ანტიკური სკეპტიციზმი იყო ის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც გახდა შემდეგ უკვე ემპირიზმის საფუძველი, ხოლო ემპირიულმა მიდგომამ ბუნების შესწავლისადმი, როგორც ეს უკვე ვთქვით ერთ-ერთ პირველ ლექციაზე, შემდეგ უკვე შექმნა წინაპირობა ბუნებისმეტყველების ჩამოყალიბებისა. შესაბამისად, დღეს ვისაუბრებთ სკეპტიციზმზე. ეს ძალიან საინტერესო მიმდინარეობაა საერთოდ ფილოსოფიის და ჩვენ როგორც შევთანხმდით, ყოველთვის, როდესაც რაღაც ლექციას ვიწყებთ, რაღაც თემაზე გვინდა საუბარი, პირველ რიგში ვცდილობთ ხოლმე გავერკვეთ ტერმინებში, ცნებებში, ანუ ჩამოვაყალიბოთ, გამოვკვეთოთ ის, რაზეც ვლაპარაკობთ, ხო? და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ლაპარაკს ამა თუ იმ საგანზე ან მოვლენაზე. მოდი ამ შემთხვევაშიც ასე მოვიქცეთ. და აი ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, სლაიდი ეხება სწორედ აი თვითონ ამ ტერმინის წარმოშობას, საიდან მოდის ეს საინტერესო სიტყვა, რას ნიშნავს სკეპტიკური, რა არის საერთოდ ეს სიტყვა, როგორია მისი ეტიმოლოგია. ძალიან საინტერესო წარმოშობა აქვს მას სხვათა შორის, იმიტომ რომ ორ ბერძნულ სიტყვას უკავშირდება. ნახეთ, ერთი სიტყვით არის ეს ბერძნული სიტყვა სკეპსისი, რომელიც ნიშნავს ძიებას, ამიტომ თქვი მე სკეპტიციზმი ძიების ფილოსოფია, ესე იგი მთავარი თითქოს ძიება არის ამ ფილოსოფიაში, მაგრამ ამავე დროს არის ესეთი სიტყვა სკეპტომაი, რომელიც ეთყობა ამ ძიებასთან არის დაკავშირებული და ეს სიტყვა ნიშნავს გააზრებას. ესე იგი ნახეთ, უბრალოდ მექანიკური ძიება კი არა, რომ აი შეხვედი სადღაც თქვათ შენთვის უცნობ ადგილას, დაინახე რაღაც მიყრილ-მოყრილი სხვადასხვა უცნაური ნივთები და დაიწყე ამ ნივთების შეგროვება და გადაწყვიტე, რომ ამ ყველაფერს დიდ ტომარაში ჩაყრი, მე ამ ტომარას სადღაც სახში წაიღებ და ამ ყველაფერს თქვათ დაათვალიერებ და გაარკვევ რა არის, ხო? აი ეს მეორე ეტაპი გააზრება, ესე იგი ძიება თავისთავად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძიებით იწყება შეგროვება, შთაბეჭდილებების, ინფორმაციის, ხო? მაგრამ შემდეგ ამას სჭირდება გააზრება. და ამიტომ აი სკეპტიკურ განწყობაში ეს ორივე ელემენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ახლა
ალბათ ხსმენიათ ხშირად ამბობენ, რომ ცხოვრობთ ისეთ ეპოქაში საერთოდ, როდესაც ინფორმაცია არის ძალიან იოლად ხელმისაწვდომი. არასდროს არ ყოფილა ინფორმაცია ისე იოლად ხელმისაწვდომი, როგორც ეს არის დღეს, არა? იმიტომ რომ ჯერ კიდევ აი რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც ადამიანს მაგალითად ჭირდებოდა დაეწერა, თქვათ, დავალება როჯერ პენროუზზე, ხო, ის უნდა წასულიყო ბიბლიოთეკაში, მოეძია იქ წიგნები, სტატიები, ზოგიერთი წიგნი და სტატია შეიძლება ყოფილიყო, ზოგი არა. ეს მოითხოვდა საკმაოდ დიდ დროს, ყურადღებას, ამ ყველაფრის მოძიება, ნახვა, ხო, ესე იგი ძიების ელემენტი, ძიების ეტაპი, ასე ვთქვათ, კვლევაში იყო საკმარისად შრომატევადი და ხშირად არ იძლეოდა იდეალურ შედეგებს, ხო? დღეს ინფორმაცია ძირითადად ინტერნეტის ხელშეწყობით არის უაღრესად ხელმისაწვდომი, ხო? ანუ ჩვენ ფაქტიურად იმდენად იოლად, იმდენად სწრაფად და იმდენად პირდაპირ ვახერხებთ წყაროებზე გასვლას, როგორც ეს ალბათ არასდროს არ ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ ბევრი ადამიანი ამაში ხედავს გარკვეულ ხიფათს, უნდა გითხრათ, იმიტომ რომ საერთოდ ადამიანის ეთყობა ხასიათიდანაც გამომდინარეობს ეს, რომ როდესაც რაღაცა იოლია, როდესაც რაღაცის გაკეთება ადვილია, ეს ადამიანს ცოტა არ იყოს აქვეითებს და აჩლუნგებს მისწრაფებას ამის კეთებისკენ. ხო, ესე იგი სიოლე არ წორთნის ჩვენ მონდომებას და მოწადინებას იმისკენ, რომ რაღაცა გავაკეთოთ, ხო? აი მაგალითად ერთ ესეთ საინტერესო ისტორიას მოგიყვებით. ძალიან დიდი ხნის წინ, მე-18 საუკუნის დასაწყისში მოხდა ესეთი საოცარი ფაქტი. ერთი ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც მაშინ იყო სულ 20-21 წლის და რომელიც სამხრეთ გერმანიაში ცხოვრობდა და უკვე იყო ერთ-ერთი პატარა გერმანული ქალაქის ადგილობრივი რაღაც მუსიკის, მოდი ასე ვთქვათ, მუსიკალური ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, კაპელმეისტერი იყო და ამავე დროს ქალაქის ეკლესიაში უკრავდა ორგანზე. მან გაიგო, იცოდა, ყველა მიცოდა მაშინ გერმანიაში, რომ აი ძალიან შორს მისი ქალაქიდან ჩრდილოეთ გერმანიაში დიდ ქალაქ ლუბეკში, რომელიც იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი მაშინდელი გერმანიის, მოღვაწეობდა, ცხოვრობდა ესეთი ლეგენდარული კომპოზიტორი და ორგანისტი დიტრიხ ბუქსტეხუდე, რომელიც ცნობილი იყო როგორც აი იმ ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა საერთოდ მუსიკაში და აი ამ ახალგაზრდამ, ამ ბიჭმა, რომელიც, თქვენი ასაკის იყო დაახლოებით, გადაწყვიტა, რომ რადგან არ უნდა დაждომოდა, ჩასულიყო ლუბეკში და მოესმინა ბუქსტეხუდეს მუსიკა. ხა ეს ნახეთ დღევანდელი გადასახედიდან რაღაც ფანტასტიკური ისტორიაა, ხო? დღეს რას იზამდა? ნახავდა ინტერნეტში, თქვათ, YouTube-ში ვიდეოებს, არა, გადმოიწერდა, მოისმენდა, ხო? მაშინ არც რადიო არსებობდა, არც ტელევიზია, არც ინტერნეტი, არაფერი, შენ თუ გინდოდა ესეთი რამის გაკეთება, რომ მოგესმინა რომელიღაც მუსიკოსისთვის, შენ უნდა ჩასულიყავ იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობდა და ეს ახალგაზრდა ყველაფერთან ერთად იყო საკმარისად ხელმოკლე. ამიტომ მან ეს მანძილი თავისი ქალაქიდან, არშტატიდან ლუბეკამდე ფეხით გაიარა, ეს უზარმაზარი მანძილი. და გამოითხოვა თავიდან თავის სამსახურში რამდენიმე კვირიანი შვებულება, იმიტომ რომ თქვა, რომ აი მე მინდა ჩავიდე ლუბეკში, რომ ვისწავლო მუსიკალური ხელოვნება ამ დარგის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლისგან და რომ ჩავიდა ლუბეკში, მართლაც შეხვდა ბუქსტეხუდეს, მისგან ბევრი რამე ისწავლა, დარჩა იქ რამდენიმე თვე და შემდეგ იმის გამო, რომ გადაამეტა თავისი შვებულების ვადას, როცა დაბრუნდა თავის ქალაქში, კინაღამ დაკარგა თავის სამსახური ამის გამო. მოგეთ ესე ძალიან საინტერესო ისტორიაა. ეს ახალგაზრდა ვიზეც ყვები, შეიძლება ვისაც მუსიკის ისტორია გაინტერესებთ, მიხვდით ალბათ ვინ იყო, ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი კომპოზიტორი ყველა დროის, იოჰან სებასტიან ბახი, რომელმაც აი თავისი, ასე ვთქვათ, მუსიკალური კარიერის დასაწყისში აი ასეთი ჩემი აზრით, აი მართლა გმირული ნაბიჯი გადადგა. იმდენად უნდოდა, იმდენად სურდა, ასე იგი, აი ეს ცოდნა და ეს, რა ვიცი, შთაგონება მიეღო, აი ამ თავისი ეპოქის, თქვათ, ესეთი აღიარებული მუსიკალური პირისგან, როგორც იყო ბუქსტეხუდე, რომ არ დაიზარა და აი ესეთი მოგზაურობა შეასრულა და ძალიან დიდი როლი ითამაშა მის მუსიკალურ განათლებაში და განვითარებაში ამ ფაქტმა. იმიტომ რომ როდესაც მუსიკამცოდნეები აფასებენ ბახის საორგანო მუსიკას, ისინი აი აშკარად ხედავენ, რომ ლუბეკში მისი ჩასვლის შემდეგ აი ბახის მუსიკაში ჩდება რაღაც ისეთი ახალი, რომელიც
უკავშირდება სწორედ აი ბუxtehudes გავლენას. სხვა საქმეა, რომ შემდეგ ბახმა ეს ისე განავითარა და ისეთ სიმაღლეებამდე აიყვანა, რომ დაჩრდილა, ასე თქვა, თავისი მასწავლებელი და ძალიან ესეთი, აი კარგი მაგალითია, მოკლედ იმისი ადამიანებს მაშინ, ხო, არც ისე დიდი ხნის წინ არა, 300 წლის წინ, როგორი ესე იგი ძალისხმევა ჭირდებოდათ იმისთვის, რომ მოეძიებიათ ის, რაც საჭირო იყო მათთვის, რაც მათ აინტერესებდათ, ხო? ეხლა დღეს ჩვენ სხვა ვითარებაში ვართ. დღეს ბევრად უფრო იოლია მოძიება, მაგრამ ხშირად ამის გამო ჩვენ რაღაცნაირად ეს გვიკარგავს, როგორ გითხრათ, აი ცნობის მოყარეობას და სურვილს იმისა, რომ ეს მოვიძიოთ და ვიცოდეთ. აი ამიტომ თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო, აი როგორც ბევრი სოციოლოგი ამბობს, ხდება ინფორმაციის მომხმარებელი, არა მომპოვებელი ინფორმაციის, არამედ მომხმარებელი და საერთოდ საზოგადოებაც თანდათან უფრო და უფრო მომხმარებლური ხდება თავისი აგებულებით, რაც შეიძლება არ იყოს კარგი, იმიტომ რომ საზოგადოებაში ყოველთვის საჭირო არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ახალს ქმნიან, ხო? ეს შეიძლება იყოს ახალი მეცნიერული ცოდნა, ახალი ტექნოლოგიები, სიახლეები, ვთქვათ, ნებისმიერ დარგში, ხო, ადამიანის მოღვაწეობისა. და როდესაც ადამიანი მომხმარებელია, როდესაც ის ჯერდება არსებულს, როდესაც ეს არსებული ძალიან იოლად ხელმისაწვდომია მისთვის, ხო? ეს არ განაწყობს ადამიანს იმისკენ, რომ იყოს კრეატიული. და ამიტომ შეიძლება ეს მართლაც გარკვეული საფრთხეა, რომლის წინაშე დგას თანამედროვე ცივილიზაცია, რომ ჩვენ იმის გამო, რომ ყველაფერი იოლად მოდის ჩვენ ხელში, ჩვენ რაღაცნაირად თითქოს გავზარმაცდით, გავხდით უფრო ნაკლებად კრეატიულები და ნაკლებად მონდომებულები ძიების საკითხში, ხო? კარგი, ეს ასეთი შესავალი იყო, მოდი ასე ვთქვათ, ჩვენი დღევანდელი ლექციისა და მოდი ახლა აი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დავსვათ, რომლებიც დღევანდელი ლექციის თემას ეხება. ამათგან აი ეს კითხვები აქ არის რამდენიმე ჩამოთვლილი. არც ერთი ეს კითხვა არ არის რიტორიკული. საერთოდ რატომ გვიჩნდება კითხვები? რატომ საიდან მოდის ეს ეჭვის შეტანის უნარი? რატომ არის რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს იპოვოს რაღაცა ახალი პასუხი ძველ კითხვებზე? საერთოდ ხომ არ ჯობია რომ ვირწმუნოთ ის ცოდნა, რომელიც დღეს უკვე არსებობს, არა დაუჯეროთ ავტორიტეტებს, ხო? ადამიანის ამ ნებისმიერი კულტურის, ცივილიზაციის განვითარების ნებისმიერ ეტაპზე არსებობდა გარკვეული ცოდნა, არსებობდა გარკვეული ავტორიტეტული ფიგურები, ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ ამ ცოდნას, ხო? და ამდენად რატომ ჩდება კითხვები, იქნებ მაგალითად ის მდგომარეობა, რომელიც იყო იმავე საბერძნეთში, ხო, აი, სადაც არსებობდა უდიდესი ავტორიტეტები, ხო, ცოდნის სფეროში. ისეთი პირები, როგორიც იყო მაგალითად იგივე არისტოტელე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ უკვე. იქნებ იმის მაგივრად, რომ ეჭვი შეეტანათ, თქვათ, მის თეორიებში, მის სწავლებაში, უბრალოდ ერწმუნებინათ, დაეჯერებიათ, ეთქვათ, რომ რა თქმა უნდა, არისტოტელე არის უდიდესი ავტორიტეტი ჩვენთვის და მოდი არ გვინდა, ასე ვთქვათ, არანაირი კითხვების დასმა, ნუ შევიტანთ ეჭვს მის დებულებებში, უბრალოდ ვირწმუნოთ ყოველგვარი გააზრების გარეშე და აი გააზრების მომენტი ნახეთ, აქ ძალიან მნიშვნელოვნად შემოდის, რომ როდესაც ჩვენ გვიჩნდება ესა თუ ის კითხვა, ეს როგორც წესი უკავშირდება იმას, რომ გააზრებისას არსებული ცოდნითი კატეგორიებისა ჩვენ ხანდახან ვამჩნევთ, რომ ეს დებულებები შესაძლოა არასაკმარისად სწორად ასახავენ იმ რეალობას, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, არა? ამდენად გააზრება და ძიება ყოველთვის ერთად მუშაობენ. ესე იგი, შეუძლებელია ალბათ გაგიჩნდეს ეჭვი ისე, თუ რაღაცას არ ეძიებ, არა? იმიტომ რომ თავისთავად ეს ახალი კითხვები ან უკვე თითქოს პასუხგაცემულ კითხვაზე კითხვაში რაღაცა ეჭვის ელემენტის გაჩენა უკავშირდება იმას, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ თითქოს ახლებურად დავინახეთ ის რეალობა, რომელზეც თითქოს უკვე ყველა კითხვა იყო პასუხგაცემული, ხო? ამდენად, აი ძალიან შევაჯამოთ ეს ჩემი ესე ცოტა იყოს ბუნდოვანი შესავალი, ხო? მე მინდოდა მეთქვა რა, აი რა ჯობია საერთოდ, როგორი მიდგომაა უფრო სწორი, როგორც კერძო ადამიანის ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებისთვის. ვიყოთ დოგმატურები თუ ვიყოთ სკეპტიკურები. ანუ იქნებ ჯობია დავიჯეროთ უბრალოდ, რასაც გვეუბნებიან, ვირწმუნოთ
და მოვეშვათ ასე თქვა ზედმეტ კითხვებს, ზედმეტ ეჭვს, არამედ ვიყოთ იდეალური მომხმარებლები და ასე თქვა ყოველგვარი სკეპტიციზმი გავდევნოთ ჩვენი განწყობიდან. თუ სკეპტიციზმი მაინც არის ისეთი რაღაცა ჯანსაღი ელემენტი ჩვენი დამოკიდებულებისა სამყაროსადმი, რომელიც სასარგებლოა. არის თუ არა სასარგებლო სკეპტიციზმი. ამასთან დაკავშირებით არის ესეთი ხუმრობა, რომ სკეპტიკოსს კითხეს თვითონ თურმე, რომ რამდენად, ესე იგი, სასარგებლოაო სკეპტიციზმიო და ამაზე სკეპტიკოსმა თქვა, რომ მე არ ვიცი, მე ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებო. ანუ სკეპტიკოსი თავის მოძღვრებასაც კი უყურებს სკეპტიკურად. ეს შეიძლება ზოგისთვის ღიმილის მომგვრელი იყოს და იმის მაჩვენებელი, რომ სკეპტიციზმი ცუდია, მაგრამ შეიძლება ზოგმა პირიქით თქვას, რომ ეს არის სწორედ სიძლიერე ამ ფილოსოფიური მიმართულების, რომ ისინი თავის მსოფლმხედველობასაც სკეპტიკურად უყურებენ. ანუ დოგმატის და დოგმატიზმის რანგში არ აყავთ თავისი, ასე ვთქვათ, ფილოსოფიური იდეები. ეს ძალიან საინტერესო ესეთი, მე მგონი, საკითხია და მოდი დღეს ვცადოთ ჩვენი ლექციის ფარგლებში რაღაცნაირად უფრო მეტად გავერკვეთ ამ ყველაფერში. ეხლა სკეპტიციზმის ნაირსახეობანი არსებობს, სხვადასხვანაირი. არსებობს რელიგიური სკეპტიციზმი, როდესაც ხდება ეჭვის შეტანა ამა თუ იმ რელიგიის უმთავრეს დოგმატებში, არა, მაგალითად ისეთ დებულებებში, როგორც არის განგების არსებობა, სასწაულების არსებობა, არა, სულის უკვდავება, ესე იგი, როდესაც ჩვენ ეჭვის შეგვაქვს აი ამ უმთავრეს დოგმატებში და გვიჩნდება კითხვა, ასეა კი ეს იქნებ, ეს თქვათ არასწორია, იქნებ აქ რაღაცა შესაცვლელია, ხო? ჩვენ რო გადავხედოთ მსოფლიო რელიგიების ისტორიას, ჩვენ დავინახავთ, რომ უამრავია რელიგიის ისტორიაში მომენტები, როდესაც ჩნდებოდა ასეთი სკეპტიკოსი, რელიგიის ფარგლებში მათ უფრო ერეტიკოსებს ეძახდნენ და არა სკეპტიკოსებს, არა, რომლებსაც შექონდათ ეჭვი ამა თუ იმ დოგმატში და ამის გამო, ასე ვთქვათ, ისინი სცილდებოდნენ რელიგიის, ვთქვათ, მთავარ მაგისტრალურ ხაზს და ეს შეიძლება მათთვის პირადად ძალიან ცუდადაც დამთავრებულიყო, არა? თუმცა ხშირად ხდებოდა, რომ როდესაც აი ასეთი სკეპტიკური განწყობა რელიგიის ფარგლებში ჩნდებოდა, იგი პირიქით ძლიერდებოდა, თანდათან იკრებდა იმდევრებს და ბოლოს ხდებოდა რაღაც ახალი რელიგიური, ვთქვათ, მიმართულების გაჩენა, ხო? ეს ხდებოდა პრაქტიკულად ყოველთვის კაცობრიობის არსებობის სხვადასხვა ეტაპებზე, ჩვენ რომ მაგალითად გადავალოთ თვალი ქრისტიანობის ისტორიას, ჩვენ ნახავთ, რომ ქრისტიანობაში ასეთი ახალი იდეები და ახალი მიმართულებები ჩნდებოდა ხოლმე დრო და დრო. აი შეიძლება აქ სმენიათ მაგალითად ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა, როდესაც მე-16 საუკუნეში ევროპაში დაიწყო განვითარება პროტესტანტიზმმა და იყო სხვადასხვა პროტესტანტული მიმართულებები და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება, რომელსაც ერქვა ანაბაპტიზმი და რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, კერძოდ ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ჰოლანდია, მაგალითად, როგორც არის გერმანიის ცალკეული მხარეები. ეს ანაბაპტისტები უპირისპირდებოდნენ კათოლიკურ მსოფლმხედველობას ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხში. ისინი თვლიდნენ, რომ აი ეს ორსაფეხუროვანი მონათლა, რომელიც არის კათოლიკურ წესში, არ არის სამართლიანი, რომ მონათლა უნდა ხდებოდეს ადამიანის ერთხელ და ისიც დასრულ ასაკში, როდესაც მას ასე ვთქვათ, გააზრებული აქვს ამ მისტერიის, ამ რიტუალის მთელი აზრი, ხო? ამიტომაც ეს ანაბაპტისტები ძალიან მკვეთრად დაუპირისპირდნენ მაშინდელ კათოლიკურ სამყაროს და იყო ასეთი საოცარი ფაქტი, რომ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მათ აჯანყება მოაწყვეს და შეძლეს ფაქტურად ამ ქალაქის მოსახლეობის უმეტესობა მათ ემხრობოდა და გამოაცხადეს ეს ქალაქი როგორც ვთქვათ, ანაბაპტისტური თავისუფალი რესპუბლიკა, პირველი ადგილი დედამიწაზე, სადაც ეს ახალი რელიგიური მოძღვრება უკვე იბატონებდა. და ნუ ამას მოყვა ძალიან ესეთი ცუდი ფაქტები შემდეგ, ბუნებრივია დანარჩენი, ვთქვათ, კათოლიკური სამყარო ამას ვერ შეეგუა, ეს ამბოხება, აჯანყება იყო ძალიან სასტიკად, ასე ვთქვათ, აღმოფხრილი. ამის შესახებ მე ერთ-ერთ შემდეგ ლექციაზე მოგიყვებით, ჯობია, ვიდრე ახლა დღეს დეტალებში შევიდე, უბრალოდ მინდოდა როგორც მაგალითი მომეყვანა იმისი, რომ რელიგიური სკეპტიციზმი, ასე ვთქვათ, აი საკმაოდ გავრცელებული მოვლენა ყოფილა ისტორიაში, არა? ეხლა რაც შეეხება ფილოსოფიას, ფილოსოფიაში საქმე სხვანაირად არის. ფილოსოფიაში, როდესაც ვსაუბრობთ
სკეპტიციზმზე, პირველ რიგში გულისხმობთ იმას, რომ სკეპტიკური განწყობა გულისხმობს კატეგორიული განსჯისგან თავის შეკავებას. კატეგორიული მსჯელობებისგან თავის შეკავებას, დოგმატური მსჯელობებისგან თავის შეკავებას. აი ჩვენ გავეცნობით ლექციის მეორე ნაწილში ერთ ძალიან საინტერესო სკეპტიკოს ფილოსოფოსს, ძველი ბერძნული სამყაროდან, რომელმაც მოგცა ძალიან საინტერესო კლასიფიკაცია ფილოსოფიისა სწორედ ამ საკითხის კონტექსტში. როგორია ფილოსოფოსის დამოკიდებულება დოგმატური იდეების, დოგმატური მტკიცებების მიმართ. და თურმე ეს არის განსაზღვრელი. არა ის, რაც ტრადიციულად ითვლება ფილოსოფიაში მთავარ საკითხად, რომ რა არის პირველადი მატერია თუ იდეა. ეს არ არის თურმე მთავარი, აი ამ ფილოსოფოსის და საერთოდ სკეპტიკური სკოლის თანახმად, მთავარი საკითხი ეს არის. რამდენად დოგმატურია ფილოსოფოსი თავის მსჯელობებში. და ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია, რომელსაც მინდა რომ ყურადღება მივაქციოთ. და ბოლოს ბუნებისმეტყველება, რა თქმა უნდა, მეცნიერება. მეცნიერებაში, ბუნებისმეტყველებაში უფრო კონკრეტულად ზუსტ მეცნიერებებში, ასევე აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დროდადრო არსებული წარმოდგენების რევიზია, კრიტიკული დამოკიდებულება არსებული თეორიების, არსებული მოდელების მიმართ და მათი ემპირიული გადამოწმება. ეს მეცნიერების ყველა დარგში მომხდარა ამა თუ იმ ეტაპზე და შედეგი ხშირად იყო ხოლმე ისეთი, როგორ გითხრათ, ისეთი რევოლუციური, რომ ფაქტობრივად ხდებოდა მთელი მსოფლმხედველობის, მთელი პარადიგმის, მთელი აი საფუძვლების შეცვლა მეცნიერების ამ დარგისთვის. ეს მომხდარა ქიმიაში, ეს მომხდარა ფიზიკაში, ასტრონომიაში, პრაქტიკულად მეცნიერების ყველა დარგში. და ამის მაგალითებს ჩვენ ამ კურსის განმავლობაში მრავალჯერ შევხვდებით. ლექციის ბოლოს მე მაგალითად გესაუბრებით ერთ შესანიშნავ ბრიტანელ მეცნიერზე, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ აი შექმნა, წამოიწყო, იყო მამამთავარი, პიონერი თანამედროვე ქიმიისა. და რაც მან გააკეთა ქიმიაში, ეს იყო აი ტიპიური ესეთი სკეპტიკური მიდგომის მაგალითი, იქამდე რომ მან თავის წიგნს სწორედ აი სათაურშიც ასეთი სიტყვები ჩაუდო, ქიმიკოსი, სკეპტიკოსი. ჩვენ ამას მის შესახებ და ამ წიგნის შესახებ ლექციის ბოლოს ვისაუბრებთ. ხო, ამდენად სკეპტიციზმი გვაქვს, ესე იგი, აი როგორც ხედავთ, აი სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა სახეობით და ალბათ ისევ და ისევ უნდა გავიხსენოთ აი პენროუზის სიტყვები, რომელსაც თქვენ უკვე კარგად იცნობთ, როდესაც თქვენ წაიკითხეთ, გაარჩიეთ ყურადღებით და დაწერეთ თქვენი დავალება, თქვენ მიაქციეთ ყურადღება ამას და მეც პირველივე ლექციაზე ამაზე გითხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ აი ასეთი სკეპტიკური განწყობისთვის არის ჭეშმარიტის და წარმოსახვითის ერთმანეთისგან განცალკევების უნარი. ხო? რა არიცით, აი ძალიან ხშირად ასეთი შეცდომა მოძდით, რომ სკეპტიციზმის კრიტიკოსებს. ისინი რატომღაც ცვლიან, რომ სკეპტიკურად განწყობილი ფილოსოფოსისთვის ეჭვის შეტანა წარმოადგენს მიზანს. ანუ მას შეაქვს რაღაცაში ეჭვი, იმიტომ რომ ასეთია მისი ნატურა, ასეთია მისი ფსიქოლოგია. ის არის უბრალოდ აი კრიტიკულად განწყობილი არსებული რეალობისადმი და ეს კრიტიკული განწყობა იმდენად ძლიერია მასში, რომ ის თითქოს აი ყველაფერს კითხვის ნიშანს უწევს. ამდენად მისთვის სკეპტიციზმი არის მიზანი, მისი ფილოსოფიური და საერთოდ ზოგადი მოღვაწეობის, ხო? მაგრამ თვითონ სკეპტიკოსები და ის ხალხი, ვინც აი სკეპტიციზმის მიმართ არიან პოზიტიურად განწყობილი, ამბობენ, რომ თუ ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას ყველაზე ცნობილ, თქვათ, სკეპტიკოს ფილოსოფოსებს, ან იმ მეცნიერებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ მათ მოღვაწეობაში სკეპტიკური განწყობა იყო მნიშვნელოვანი, ისინი ყოველთვის აღნიშნავდნენ ამას ხაზგასმით, რომ მათთვის სკეპტიციზმი არასდროს არ იყო მიზანი. სკეპტიციზმი იყო მხოლოდ საშუალება ჭეშმარიტების ძიებისა. ესმით? ამდენად ეჭვის შეტანა რაღაცაში არის ინსტრუმენტი, საშუალება იმისა, რომ ვიპოვოთ ჭეშმარიტება. ესმით? და ამ გზაზე სწორედ ჭეშმარიტების ძიების გზაზე, ამიტომაც არის სკეპტიციზმი, ხო? ამ აზრით, ძიების ფილოსოფია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ძიებისას ჩვენ ვისწავლოთ, როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ჭეშმარიტი და წარმოსახვითი. აი არ ვიცი, მე პირველ ლექციაზე გითხარით თუ არა, ასეთი
მეტაფორა. შეგვიძლია ჭეშმარიტის და წარმოსახვითის ურთიერთგანცალკევება წარმოვიდგინოთ როგორც ასეთი პროცესი, რომ გვიჭირავს რაღაცა დიდი ძაფის გორგალი, რომელშიც არის ერთმანეთში ესე ქაოტურად გადაგრეხილი და არეული თეთრი და შავი ძაფები. და ჩვენ თქვა თეთრი ეს არის ჭეშმარიტი, შავი ეს არის წარმოსახვითი და მე ვცდილობ რომ ეს ორი ძაფი ერთმანეთსგან განვაცალკევო, ხო? და რაღაცნაირად ეს შავი მოვაცილო, დავტოვო მხოლოდ თეთრი. ეხლა ეს იული პროცესი არ არის და მით უფრო ეს პროცესი არ იქნება იული, მაშინ როდესაც ჩვენი წარმოდგენა თვითონ თეთრზე და შავზე შეიძლება იყოს ფარდობითი და იცვლებოდეს. აი წარმოიდგინეთ რომ თქვენ ამ განცალკევების პროცესში ხართ და უცბად ხედავთ რომ ის რაც თეთრი გეჩვენებოდათ, ის შავია ან პირიქით. ესე იგი ეს ძაფები თქვენ თვალწინ იცვლიან ფერებს. ბუნებრივია ეს ძალიან გაართულებს თქვენ საქმეს და რაღაც ეტაპზე შეიძლება სასოწარკვეთილიც კი დარჩეთ. თქვათ რომ აი რას ვაკეთებ, ესე იგი სრულიად უნაყოფოა ჩემი მცდელობა, იმიტომ რომ თუ თეთრი და შავი ფარდობითია, თუ ამ ძაფების ფერიც კი ფარდობითია და თუ მე ზუსტად არ შემიძლია თქვა რომელია თეთრი და რომელი შავი, თუ არ მაქვს მე კრიტერიუმი, როგორ განვასხვაო ჭეშმარიტი წარმოსახვითისგან, მაშინ საერთოდ აზრი არ აქვს ამ ძიებას და ამ მცდელობას და აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ ზოგიერთი სკეპტიკოსი სხვათა შორის მივიდა ასეთ აი ძალიან უაღრესად პესიმისტურ დასკვნამდე. ანუ მათ დაიწყეს ესეთი პოზიტიური მითი გესმით, აი სულისკვეთებით, რომ აი მე ვარ სკეპტიკოსი, იმიტომ რომ მე ვეძებ ჭეშმარიტებას. მაგრამ რაღაც ეტაპზე, როდესაც დაინახეს, რამდენად ფარდობითია, რამდენად ესეთია, როგორ გითხრათ, რამდენად ბუნდოვანია თვითონ ჭეშმარიტების კრიტერიუმი, რაღაც ეტაპზე მათ გაუჩნდათ ასეთი განცდა. აქვს კი საერთოდ აზრი ძიებას? აქვს აზრი ძიებას, თუ ჭეშმარიტება შესაძლოა არც არსებობდეს, რა? და თუ ჭეშმარიტება არ არსებობს, თუ მე არ არსებობს ის, რასაც მე თეთრს ვეძახი, მაშინ რა აზრი აქვს საერთოდ აი ამ პროცესს, ხო? ეს ძალიან არა ისეთი არა ტრივიალური კითხვაა და ძალიან ბევრი დიდი მოაზროვნე, სხვათა შორის ჩავარდა ასეთ პესიმიზმში, იქამდე რომ აი ჩვენ როდესაც ახლა გადავავლებთ თვალს სკეპტიკური ფილოსოფიის ისტორიაში, ჩვენ ნახავთ რომ ათენის ფილოსოფიურ სკოლაში ერთი პერიოდი იმდენად გაბატონდა ასეთი პესიმისტური სკეპტიციზმი, რომ ფაქტიურად მან მიიღო ფორმა უკვე აგნოსტიციზმისა. ანუ ეს იყვნენ ის ფილოსოფოსები, რომლებმაც გამოაცხადეს თქვეს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, საერთოდ ჭეშმარიტება არის ცნება, რომელიც უშინაარსოა, მოკლებულია ყოველგვარ შინაარსს და თუ აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, თქვენს მათ, მაშინ არანაირ ძიებასაც აზრი არ აქვს. ანუ თითქოს სკეპტიციზმმა, ასე ვთქვათ, თავისი თვითმკვლელობა მოახდინა, ხო? ესე იგი, დაიწყო აი ამ ხალხმა იმით, რომ აკრიტიკებდნენ სხვებს, ამბობდნენ, არა, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რა არის ჭეშმარიტება, თქვენ ცდებით, აი ჩვენ ახლა ვიპოვით რაღაცას ახალს, ხო? და ამ ახლის ძიების პროცესში მივიდნენ ბოლოს ასეთ დასკვნამდე, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს და შესაბამისად ამ ძიებასაც აზრი არ აქვს. აი მოდი ამ დრამატულ მომენტში ჩვენ ახლა პატარა შესვენება გავაკეთოთ, იმიტომ რომ შესვენების დრო არის. გავჩერდეთ და 10 წუთის შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი ლექცია, ხო? კარგი, მოდი გავაგრძელოთ. აი ჩვენ როდესაც საუბრობთ აი ამაზე, ესე იგი როგორ რამდენად რთულია ეს პროცესი ჭეშმარიტის და წარმოსახვითის განცალკევების და რამდენად შეიძლება ამ პროცესში მკვლევარს, მაძიებელს გაუჩნდეს ასეთი განცდა, რომ დაკარგოს ფაქტურად ის ენთუზიაზმი, რომლითაც მან დაიწყო თავისი ეს სვლა რაღაცა ჭეშმარიტებისკენ, ხო? ეს ყველაფერი ჩვენ ნახავთ, რომ მეცნიერების არსებობის სხვა ეტაპებზე მეტაკლება ძლიერად ვლინდებოდა ხოლმე და ამიტომაც იყო პერიოდები, როდესაც აი თითქოს იყო მეცნიერებაში რაღაც ისეთი ჭარბი ოპტიმიზმის პერიოდები, როდესაც მეცნიერები იმასაც კითხულობდნენ, რომ ახლო იყვნენ, ასე ვთქვათ, ყველაფრის საბოლოო თეორიის შექმნასთან. ასეთი რამ სხვათა შორის ფიზიკაშიც კი მოხდა, 19 საუკუნის ბოლოს იყო პერიოდი, როდესაც ფიზიკოსებს ჰქონდათ ესეთი განცდა, რომ აი საკმარისი იყო რამდენიმე დარჩენილი პრობლემის გადაწყვეტა და ამის შემდეგ, ასე ვთქვათ, ყველა თავარ ძირითად კითხვაზე პასუხი იქნებოდა გაცემული.
და საინტერესო ეს არის, რომ ძალიან მალე ამ დროის შემდეგ უკვე პირიქით გამოჩნდა, რომ სინამდვილეში არათუ ის პრობლემები იყო გადასაწყვეტი, ის კითხვები იყო პასუხისგასაცემი, რომელზეც ისინი ლაპარაკობდნენ, არამედ ფაქტობრივად ფიზიკაში მოხდა სავსებით ახალი, სრულებით ახალი პრობლემების კი არა, ახალი მიმართულებების ჩამოყალიბება და გამოირკვა, რომ თურმე კლასიკური ფიზიკა არ არის საკმარისად სრულყოფილი ინსტრუმენტი ფიზიკური რეალობის შესწავლისთვის. ხო, ასე იყო სხვათა შორის თვითონ სკეპტიციზმის, როგორც ფილოსოფიური მიმდინარეობის განვითარების პროცესშიც, მაგრამ ეს ყველაფერი დაიწყო აი ამ ძალიან საინტერესო პიროვნებით. საერთოდ, როდესაც ჩდება ხოლმე რაღაც მეცნიერების ამა თუ იმ დარგში ან ფილოსოფიაში ახალი მიმართულება, ეს ხშირად უკავშირდება ხოლმე, როგორც ჩვენ ვამბობთ, ესეთ ქარიზმატულ ფიგურებს, ანუ ადამიანებს, რომლებმაც თავისი პირადი მაგალითით, თავისი ცხოვრებით, იმითი რომ ძალიან მკვეთრად განსხვავდებოდნენ თავისი თანამედროვეებისგან, როგორც თავისი აზროვნებით, ასევე თავისი ცხოვრების წესით, ხო? მათ რაღაცნაირად აი თითქოს და ისეთი პირველი ისეთი ნაბიჯები გადადგეს აი ამ ახალი მიმართულებით და შემდეგ უკვე მოდიან ხოლმე მიმდევრები უკვე მეორე მესამე თაობა, თქვათ ამ სწავლებაში, რომლებიც თითქოს აი აფორმებენ იმ იდეებს, რომელიც თქვათ ამ პირველმა ადამიანმა, პირველ პიონერმა ამ მიმართულებისა წარმოთქვა და ძალიან ხშირად ამ გაფორმების პროცესში ამ იდეებს ამახინჯებენ კიდევაც და ამიტომაც ხშირად ესა თუ ის სწავლება ესეთნაირად აი იძენს ხოლმე ისეთ ელემენტებს, რომელიც შესაძლოა იმ პირველი პიროვნების თქვათ მსოფლმხედველობაში არც იყო. გარკვეულწილად ეს სკეპტიციზმშიც მოხდა. და ადამიანი, რომლიდანაც დაიწყო, მოდი ასე ვთქვათ, ანტიკური სკეპტიციზმის ისტორია იყო ეს პიროვნება, პირონი, რომელიც ცხოვრობდა ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-4-მე-3 საუკუნეებში. ძალიან საინტერესოა მისი ბიოგრაფია, უნდა გითხრათ. იმდენად საინტერესოა, რომ არის აი ესეთი ავტორი, ძველი ბერძენი ავტორი, დიოგენე ლაერტელი, რომელსაც აქვს დაწერილი წიგნი, რომელსაც ქვია ბერძენ ფილოსოფოსთა ცხოვრება, თუ არ ვცდები. ეს ითვლება აი ბერძნული ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო წყაროდ, იმიტომ რომ ის ცხოვრობდა გვიანდელ პერიოდში და ის წერდა, ასე ვთქვათ, ყველა იმ ფილოსოფოსზე, რომელიც იყო მანამდე. და წიგნი ძალიან ისე კარგად არის დაწერილი, მასში არის თავები პირდაპირ ესე სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებზე, სხვადასხვა კონკრეტულ ფილოსოფოსებზე. ბუნებრივია ზოგზე უფრო მეც წერს, ზოგზე უფრო ნაკლებს. და საინტერესოა, რომ აი დიოგენ ლაერტელს აქვს ესეთი ცოტა არ იყოს, მე ვიტყოდი, ირონიული, შეიძლება სკეპტიკურიც კი დამოკიდებულება ბევრი ფილოსოფოსის მიმართ. ამიტომ ხშირად მისი ნაწერი არის ხოლმე ისეთი ნარევი, როგორც თქვათ, დებულებებისა, თქვათ, რას ქადაგებდა ესა თუ ის ფილოსოფოსი. ამავე დროს ის ძალიან საინტერესოდ წერს ხოლმე იმ ფილოსოფოსის ცხოვრებაზე. მოყავს რაღაც ისტორიული ანეკდოტები, რაღაც ფაქტები მისი ცხოვრებიდან. ეხლა რამდენად ეს ფაქტები ყველა სწორია, რამდენად ახლოა რეალობასთან, ეს ცხადია, ცალკე საკითხია და აქ გამოთქმულა გარკვეული ეჭვები. მაგრამ ფაქტია ერთი, რომ როდესაც ამ წიგნს კითხულობ და ეცნობი ამა თუ იმ ფილოსოფოსის ცხოვრებას, ხო, ხშირად და ეს ჩემი აზრით ამ წიგნის ღირსებაა, რომ ის არ ცდილობს ამ ფილოსოფოსისგან რაღაცა ხატი შექმნას, არ ცდილობს, რომ წარმოადგინოს იგი როგორც უაღრესად გენიალური ბრძენი პიროვნება, რომელიც აი, რო იტყვიან, ქადაგებდა და ყველა მას პირდაღებული უსმენდა, ხო? პირიქით, ცდილობს, რომ რაღაცნაირად დაამიწოს ეს ადამიანები, შეიძლება ხანდახან ზედმეტიც მოსდის. ხო, და აი მით უფრო საინტერესოა, რომ როდესაც იგი წერს პირონზე, ხო, პირონზეც მას მოყავს ბევრი ესეთი ანეკდოტური ფაქტები მისი ცხოვრებიდან, მაგრამ ერთგან ესეთი ფრაზა წამოწდება, ამბობს, რომ აი პირონი იყო, როგორც აი ღირსეული ღირსეულთა შორისო, ანუ რაღაცნაირად ავლენს თითქოს იმას, რომ ძალიან ისეთი მაღალი აზრის არის ამ ადამიანზე. სხვა შორის მე შემიძლია თუ გაინტერესებთ და უნდა გაინტერესებდეთ, მე შემიძლია ის თავი, რომელიც პირონს ეხება, დიოგენ ლაერტელის წიგნიდან, ჩაგიდოთ მასალებში, მოდი ამას გავაკეთებ. იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი თემა რეფერატისა სწორედ პირონთან იყოს დაკავშირებული. მასზე საერთოდ ბევრი საინტერესო წიგნი არსებობს, არის წყაროები, ლიტერატურა, ნაწილი ამისა უკვე დევს მასალებში, შეგიძლიათ ნახოთ. მაგრამ მე მგონი კარგი იქნება, რომ ეს დიოგენე ლაერტელის
ფრაგმენტიც იყოს. მოკლედ რა იყო პირონის ბიოგრაფია? ძალიან საინტერესო ბიოგრაფია აქვს, ცოტა ისეთი ავანტიურისტულ რომანს წააგავს. ახალგაზრდობაში იყო მხატვარი. შემდეგ, როდესაც ბერძნულ სამყაროში დაიწყო ეს ალექსანდრე მაკედონელის მოღვაწეობა და მთელი ეს ბერძნული პოლისები მოიცვა ამ ბრძოლებმა, ამ რაღაც ისეთმა დრამატულმა სიტუაციებმა, მერე ალექსანდრემ იცით თქვენ რომ გაილაშქრა აღმოსავლეთში არა და ძალიან ბევრი ხალხი ვინც მონაწილეობდა ამ ლაშქრობაში და მერე დაბრუნდნენ იქიდან, მათ ძალიან საინტერესო ახალი ცოდნა ჩამოიტანეს აღმოსავლეთიდან, კერძოდ ინდოეთიდან და სპარსეთიდან, ხო? აი პირონი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მონაწილეობდა ამ ლაშქრობაში, როგორც მეომარი. და საინტერესო არის ის, რომ როგორც დიოგენე ლაერტელი წერს, იგი მაშინ, როდესაც იყო აღმოსავლეთში, იქ ჰქონდა მას გარკვეული კონტაქტები, შეხვედრები, საუბრები ინდოელ ჰიმნოსოფისტებთან და სპარსელ მაგებთან, ჯადოქრებთან, ასე ვთქვათ. და ეთყობა ისეთი საინტერესო და ისეთი ბერძნული სამყაროსთვის უცხო რაღაც იდეებით დაიტვირთა, რომ ჩამოვიდა იქიდან, ხო? მისი ცხოვრების, ასე ვთქვათ, სტილი აბსოლუტურად შეიცვალა. იგი დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, ელიდაში, რომელიც საკმარისად პატარა ქალაქი იყო. და პრინციპში გახდა ფილოსოფოსი. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გახდა ამ ახალი სკოლის, ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობის ლიდერი, თუმცა და ესეც მას ძალიან გამოარჩევს დანარჩენ ბერძენ ფილოსოფოსებში, ისე იცხოვრა, რომ არაფერი არ დაუწერია. და არაფერი არ დაწერა, იმიტომ რომ თვლიდა, რომ არაფრის დაწერას აზრი არ აქვს. ანუ იმდენად დარწმუნებული იყო ჭეშმარიტების ფარდობითობაში, იმდენად წამდა იმის, რომ მისი ცოდნა, მისი წარმოდგენები ამა თუ იმ საგანზე თუ მოვლენაზე არასდროს არ არის სრულყოფილი, რომ თვლიდა, რომ საერთოდ ფილოსოფოსი არ უნდა წერდეს არაფერს, ის შეიძლება ვთქვათ თავის იმათ, ვისაც აინტერესებს, გადასცემდეს თავის იდეებს, ესაუბრებოდეს ამაზე, მაგრამ თვითონ მას ესეთ ფაქტია, რომ მისი ნაწერი, მისი ნაშრომი პირონის მიერ დაწერილი არაფერი არ შემორჩენილა. და ამიტომ მას ესეთი მეტსახელიც ჰქონდა, ელიდელი განდეგილი, როგორც განდეგილი ცხოვრობდა, თუმცა თანდათან საბერძნეთში ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ ელიდაში ცხოვრობს ესეთი საოცარი კაცი, რომელიც რაღაც ისეთებს იძახის ფილოსოფიაში, რაც აქამდე არავის არასდროს არ უთქვია და ამიტომ ხალხი ჩადიოდა მის მოსასმენად და რო გარდაიცვალა, დარჩა ადამიანები, რომლებიც თვლიდნენ თავს მის მოსწავლეებად და ერთ-ერთმა მათგანმა ენტიმონ ფილიუსმა სწორედ შემოგვინახა პირონის იდეები, რომლებიც შემდეგ სხვადასხვა ავტორებმა გაიმეორეს, განავითარეს, შემდეგ იგივე დიოგენე ლაერტელმა თავის წიგნში დაწერა ამის შესახებ. აი ასე არის, რომ ჩვენ პირონის შესახებ ვიცით რაღაცა საერთოდ. თორე შეიძლება და ისე მომხდარიყო, რომ საერთოდ მის სახელიც კი არ გვცოდნოდა, იმიტომ რომ მას პირადად, როგორც ვთქვით, არაფერი არ დაუწერია. ეხლა სხვა საქმეა, რომ იყო ბევრი ისეთი ფილოსოფოსი, რომელიც წერდა და საკმაოდ ბევრსაც, მაგრამ შემდეგ ხდებოდა ისე, რომ ვთქვათ, მოდიოდა ვიღაც სხვა, უფრო ავტორიტეტული ფილოსოფოსი, რომელიც მოწინააღმდეგე იყო იმ სწავლებისა და ყველანაირად ცდილობდა ამიტომ თავისი წინამორბედის, ვთქვათ, ნაშრომების განადგურებას და აი იგივე დიოგენე ლაერტელი, როდესაც პლატონზე წერს, ის ამბობს, რომ პლატონს იმდენად თურმე არ უყვარდა დემოკრიტე და დემოკრიტეს იდეები, რომ თავის მოსწავლეებს ავალებდა თურმე, რომ სადაც კი იპოვებდნენ დემოკრიტეს ნაწერს, ხელნაწერს, იგი გაენადგურებიათ და ამიტომაც არის, რომ თითქოს დემოკრიტესგანაც ბევრი რამე არ შემორჩა. არა იმიტომ, რომ მას არ დაუწერია, მას ჰქონდა ნაშრომები, მაგრამ ეს ნაშრომები იყო განადგურებული, ასე ვთქვათ, შემდგომი წლების განმავლობაში. პირონის შემთხვევაში უბრალოდ ის არაფერს არ წერდა თვითონ და მიუხედავად იმისა, რომ არაფერს არ წერდა, ისეთ საოცარი იდეები ჰქონდა, რომ ეს იდეები დღემდე მოვიდა და ჩვენ ახლა ამ იდეებზე ვსაუბრობთ. ხო, ახლა რაში მდგომარეობს პირონიზმი? ხშირად ეს ტერმინიც გამოიყენება, პირონიზმი, განსაკუთრებით შუა საუკუნეების ევროპაში, როდესაც უნდათ ეთქვათ სკეპტიციზმი, ხშირად ამბობდნენ პირონიზმი, ანუ უკავშირებდნენ პირონის სახელს ამ ფილოსოფიას, ხო? აი ჩვენ ხო ამბობთ, მაგალითად პლატონიზმი, ნეოპლატონიკოსები არა?
არისტოტელესეული ფილოსოფია, ხო, პითაგორეელები, ესე იგი, ანუ ჩვენ თითქოს აი პირონიზმის თქმით არა, განსაკუთრებულ ნიშნულობას და განსაკუთრებულად ვაღიარებთ პირონის, ასე ვთქვათ, 8 წელს აი ამ ფილოსოფიის გაჩენაში, ხო? თუმცა ჩვენ ვნახავთ, რომ შემდგომი თაობის სკეპტიკოსები იმდენად დაშორდნენ რაღაცეებში პირონის საწყის იდეებს, რომ მათ სკეპტიციზმს უწოდოთ პირონიზმი, შეიძლება არ იყოს მაინდამაინც გამართლებულიც კი. მოდი აი რა არის ძირითადი იდეები, ძირითადი დებულებები პირონის ფილოსოფიისა, ამას გავეცნოთ. ერთ-ერთი მთავარი დებულება არის ჭეშმარიტების შეუცნობადობა. აი ნახეთ, ეს ძალიან საინტერესო ფორმულირებაა. არა ჭეშმარიტების არარსებობა, ნახეთ, არამედ ჭეშმარიტების შეუცნობადობა. ეგრეთ წოდებული აკატალეფსია. ესე იგი, პირონი ქადაგებს ჭეშმარიტების შეუცნობადობას და ვინაიდან ჭეშმარიტება შეუცნობადია, იგი ასე თვლის, იგი აქვე ამბობს, რომ რადგან ჭეშმარიტება შეუცნობადია, ამიტომ ჩვენ უნდა შევიკავოთ თავი ყოველგვარი კატეგორიული განსჯისგან, იქნება ეს მტკიცება თუ უარყოფა. ესე იგი, ის ქადაგებს თავშეკავებას კატეგორიული დოგმატური მსჯელობებისგან და აქვე ძალიან საინტერესო ესეთი ელემენტი მისი სოფხედელობისა არის ეგრეთ წოდებული ატარაქსია, რომელიც პირდაპირ ითარგმნება როგორც შიშისგან თავისუფლება, უშფოთველობა. ჩვენ შეგვიძლია ეს ქართული სიტყვა გამოვიყენოთ, ისიც კარგად ასახავს იმას, რისი თქმა უნდა პირონს. ესე იგი, პირონი გვეუბნება ასეთ რამეს, რომ ვინაიდან ჭეშმარიტება შეუცნობადია, ამიტომ ჩვენ, როდესაც აქედან გამომდინარე თავს შევიკავებთ ყოველგვარი დოგმატიზმისგან, ყოველგვარი განსჯისგან, უარყოფისგან, მტკიცებისგან, ეს თავშეკავებულობა ჩვენ უნდა ჩვენ ცხოვრებაში გადავიტანოთ როგორც ცხოვრების სტილი. საერთოდ უნდა ვიყოთ თავშეკავებულები, უნდა ვიყოთ თავმდაბლები, არავის არ უნდა დაუპირისპირდეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი იდეები განსხვავდება, იმიტომ რომ დიდი ალბათობით ისიც ცდება, მაგრამ შეიძლება ჩვენც ვცდებით და არავინ არ იცის რეალურად რა არის ჭეშმარიტება, ხო? ამიტომ ადამიანი ჯობია იყოს უშფოთველი. არ დახარჯოს თავისი, თქვათ, ფიზიკური, ნერვული ენერგია იმაზე, რომ ვიღაცას გაუთავებლად ეკამათოს, მუდმივ პოლემიკაში იყოს, რაც აი მაშინდელ ბერძნულ სამყაროში ძალიან გავრცელებული ფორმა იყო, ხო, ინტელექტუალური აქტივობის, რომ მაშინდელი ფილოსოფოსები იყვნენ აი ჩართული პირდაპირ ასეთ ორთაბრძოლებში, აი ერთ-ერთმა სტუდენტმა მომწერა სოფისტებზე მკითხა, აი სოფისტების ერთ-ერთი ესეთი ის იყო ძალიან კარგი მაგალითი, ეს იყვნენ ბრწყინვალე ორატორები, ბრწყინვალე მოკამათეები, პოლემიკოსები, რომლებიც აი მზად იყვნენ მოწინააღმდეგის იდეა გაეცამტვერებინათ საერთოდ. იყო ერთი სოფისტი, თურმე აღარ მახსოვს მისი სახელი, რომელიც ისეთი ბრწყინვალე მოკამათე იყო, რომ თურმე აი სანაძლეოზე შეეძლო ასეთი რაღაცა გაეკეთებია. გეტყოდათ თქვენ, რომ აი მითხარი ნებისმიერი დებულება, ნებისმიერი იდეა და მე ვილაპარაკებ 10 წუთი ისე, რომ ყველას დავაჯერებ, რომ ეს დებულება ჭეშმარიტია, შემდეგ ცოტას დავისვენებ, წყალს დავლევ და შემდეგ 10 წუთი ვილაპარაკებ ისე, რომ ყველას დავაჯერებ, რომ ეს იდეა არასწორია. ანუ მე შემიძლია ერთნაირი წარმატებით, როგორც უარყო, ასევე დავამტკიცო ნებისმიერი დებულება. და ის ეთყობა ამას ხა ეს თავისებური ტრაბახი იყო ალბათ, არა, მაგრამ ეთყობა ისეთი ძლიერი იყო თავის არგუმენტებში, თავის ჭერმეტყველებაში, რომ მართლაც ეს გამოსდიოდა, ხო? და სხვა შორის ის რომ ეს მას გამოსდიოდა, აი პირონისთვის, ხო, რომელიც აი სულ სხვანაირი ტიპია, რომელიც არაზროს არავისთან არ შევა არანაირ პოლემიკაში, ხო, მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ ჭეშმარიტება შეუცნობადია. არა, იმიტომ რომ თუ ერთნაირად წარმატებულად შეიძლება, თქვათ, მტკიცება იმისი, რომ თქვათ ეს შავია და შემდეგ ის რომ ეს თეთრია, ეს ნიშნავს იმას, რომ შავი და თეთრი ფარდობითია, რომ რეალურად არ ვიცით ჩვენ ამ საგანზე ის შავია თუ თეთრი, ხო? და ამდენად აი ეს ატარაქსია, ეს უშფოთველობა, ხო, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტია სკეპტიკური განწყობისა, რომელიც შეგვიძლია ასე ჩამოვაყალიბოთ, რომ თუ ჭეშმარიტება შეუცნობადია, ამიტომ ადამიანმა უნდა თავი შევიკავოს ყოველგვარი ამაო სტრესისგან, ამაო ემოციებისგან, მოერიდოს ყოველგვარ დოგმატურ მსჯელობებს, არამედ იყოს უშფოთველი, მიენდოს ბედს, მიენდოს განგებას, შემდეგ რაღაც ისეთი აი რელიგიური ელემენტებით შეიტანეს ამ ფილოსოფიაში, ზოგიერთი მიმდევარი ამბობდა, რომ როდესაც პირონი გვეუბნება, რომ ჭეშმარიტება შეუცნობადია, ეს თითქოს იდენტურია ასეთი გამოთქმისა, ღმერთმა იცის, მხოლოდ ღმერთმა იცის ჭეშმარიტება. ადამიანს არასდროს არ ეცოდინება რა არის ჭეშმარიტი, ხო?
და ამასთან დაკავშირებით არის მთელი რიგი საინტერესო ესეთი ისტორიული ანეკდოტები, ისტორიული რა არის აქ მართალი და რა არის მოგონილი ძნელი სათქმელია, იმიტომ რომ რაღაც აზრით პირონი არის ნახევრად ლეგენდარული ფიგურა, როგორც ხვდებით, მაგრამ აი შუა საუკუნეებში იყო ძალიან გავრცელებული ასეთი ამბავი პირონთან დაკავშირებით, იმდენად გავრცელებული, რომ აი ასეთი ილუსტრაციებიც კი იქმნებოდა მაშინდელ წიგნებში, როგორცაც აქ ხედავთ. ეხლა რა არის ამ ილუსტრაციაზე გამოსახული, ნახეთ. თითქოს ერთხელ ერთჩვენიერ დღეს პირონი მოგზაურობდა გემით ეგეოსის ზღვაში, თავის რამდენიმე მოსწავლესთან ერთად და ეს გემი მოხვდა საშინელ ქარიშხალში. დაიქცა ქვეყანა, ისეთი ქარიშხალი იყო, რომ იმტრეოდა ანძები, მოკლედ უზარმაზარი ტალღები ესე გადაეოლებოდა ხოლმე გემს, მოიცვა ყველა პანიკამ, განსაკუთრებით მგზავრები, უკვე აღარ იცოდნენ რა ეკნათ, ზოგი მოსთქვამდა, ზოგი რა ვიცი, თავს ურტყამდა იმას, რა ქვია, ანძებს, ზოგი შეიძლება ლოცულობდა, ღმერთს შესთხოვდა, შველას არა. თვითონ მეზღვაურები, თავის საქმეს აკეთებდნენ ცხადია, ცდილობდნენ, რომ გემი გადაერჩინათ, ხო? მაგრამ არა მეზღვაური ხალხი, ვინც გემზე იყო ეთყობა მრავლად, ეს მგზავრები, ესენი სულ ყველანი იყვნენ პანიკაში. და ერთადერთი, ვინც მშვიდად იჯდა და საერთოდ ესე იგი წარბი არ შერხევია, იყო პირონი. პირონი იჯდა და ასე ვთქვათ, არანაირად არ მონაწილეობდა ამ იმაში, რა ქვია, ამ ამბავში. და როდესაც ერთმა მოწაფემ ეს დაინახა, რომ მასწავლებელი ასე უშფოთველად იყო, ხო, ატარაქსიულ მდგომარეობაში იყო, თურმე მივარდა პირონს და ეუბნება, რომ როგორ ახერხებ ამასო, რომ ამ ვითარებაში, ამ მდგომარეობაში ინარჩუნებ უშფოთველობასო. და პირონმა ესე ღიმილითო მიანიშნაო, დაანახაო რა, ხა იქვე თურმე გემზე ყავდათ შინაური ცხოველები, გადაყავდათ, ხო, იქ რაღაც იყო პატარა გოჭები, იყო ქათმები, რომლებიც სიტყვა ვიღაცას სადღაც შეიძლება გასაყიდად მიყავდა და ეს ცხოველები აბსოლუტურად მშვიდად იყვნენ. მათ იქ რაღაც საკენკი ჰქონდათ დაყრილი, იმას ჭამდნენ და საერთოდ ახლა გააზრებულიც არ ქონდათ შეიძლება რა ხდებოდა, კი გემი რა თქმა უნდა ირყეოდა ამ ტალღებზე, მაგრამ არც ერთი არ იყო შეშინებული. ანუ ყველანი თავისთვის უშფოთველად აგზელებდნენ თავის ცხოვრებას და პირონმა უთხრა ამ თავის მოსწავლეს, თურმე რომ აი შეხედეო ამ ცხოველებსო არიანო თქვენსავითო იმაშიო, რა ქვია, პანიკაშიო, ხო? არიან მშვიდად ხა, მე რა შემიძლიაო, მე მეზღვაური არა ვარო, რომ თქვა მივეხმარო ამ მეზღვაურებს გემის გადარჩენაშიო. და ამ თქვენს მასო რა ქვია, წიოკობას რა აზრი აქვს, ხო? იყავით მშვიდადო, გადარჩებითო, არ გადარჩებით, არა, ანუ რა აზრი აქვს საერთოდ აი ამ არეულობას. ეს თავისებური მეტაფორული ისტორიაა, ხო, ხვდებით, არა? ესე იგი თითქოს მოყოლილია იმისთვის, რომ აი დაგვანახოს რამდენად ეს კაცი კი არ იყო რაღაც თქვა იდეების მატარებელი და ამ იდეების ხადაგებელი, არამედ ცხოვრობდა ამ სულისკვეთებით. ანუ მართლა იყო უშფოთველი, მართლა იყო სხვანაირად რომ თქვა შიშისგან თავისუფალი, ხო? ჩვენ ხო ვიცით რომ ადამიანის ცხოვრებაში შიშები რაღაცისა, ხო, ყოველთვის ძალიან დიდ როლს თამაშობს ადამიანის ფსიქოლოგიაში, განსაკუთრებით სხვა შორის თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგიაში და რაც უფრო განვითარდა ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება, უფრო და უფრო ადამიანმა ისწავლა ყურადღების მიქცევა ამ შიშებზე, ხო? და ძალიან ხშირად ადამიანები იმის გამო, რომ რაღაც ის ეშინიათ, რაღაცაზე დარდობენ, რაღაცაზე ნერვიულობენ, ხო, არიან მუდმივად დეპრესიაში, არიან მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში. აი ეს ადამიანი თითქოს აი გვიჩვენებს გარკვეულ გზას, არა, გვეუბნება რომ განთავისუფლდით შიშისგან, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმას მაინც ვერ შევცვლით, არა? და რაც ჩვენზე არის დამოკიდებული, იქ ვეცადოთ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთება შეგვიძლია, ხო? მერე ბევრმა ფილოსოფოსმა, მწერალმა მოაზროვნემ ეს იდეა სხვადასხვანაირად ჩამოაყალიბა, არსებობს ამ იდეის სხვადასხვანაირი ფორმულირებები, რა თქმა უნდა, მაგრამ აი პირველი შეიძლება ითქვას ანტიკურ სამყაროში, ვინც აი ეს პრინციპი წამოაყენა, ხო, შიშისგან თავისუფლებისა, ანუ უშფოთველობისა და ვინც თითქოს აი რეალურად ცხოვრობდა ამ სულისკვეთებით, იყო ალბათ სწორედ თვითონ პირონი. და აი ძალიან საინტერესოა მისი აი ეს კითხვები და პასუხები, ეს ძალიან ცნობილი ფრაგმენტია სწორედ ერთ-ერთი პროგვიანდელი სკეპტიკოსის, სექსტუს ემპირიკუსის ნაშრომიდან, სადაც მან ესე აი მოკლედ ჩამოაყალიბა ის ძირითადი კითხვები, რომლებსაც სვამდა პირონი და როგორ პასუხობდა იგი ამ კითხვებზე. ძალიან საინტერესოა, ნახეთ.
როგორი კითხვებია? ესე იგი, პირველი კითხვა ასეთია, რანი არიან საგნები და როგორ არიან ისინი აგებული? ამ კითხვაზე პირონი იძლევა ძალიან ფარდობით პასუხს. ნახეთ, როგორც საგნები განურჩეველი, განუზომელი და გაურკვეველი არიან. ან ისეთი, ან ასეთი, ან არც ისეთი, არც ასეთი, ან ისეთიც და ასეთიც. აი, როგორი პასუხია, ხო? ხა, რო კითხულობ, შეიძლება თავიდან ესეთი შინაგანი პროტესტის გზნობა გაგიჩნდეს, რომ რა პასუხია ეს? ეს პასუხი კი არ არის, ეს არის პასუხისგან გაქცევა თითქოს, მაგრამ რაც უფრო მეტჯერ წაიკითხავ ამ სიტყვებს და დაუკვირდები რას ამბობს, არა, რაღაცნაირად ამ სიტყვების მაგია იწყებს შენზე მოქმედებას და თანდათან ხვდები, რომ რაღაცას ძალიან ღრმას და მნიშვნელოვანს ამბობს თითქოს. ანუ ლაპარაკობს იმაზე, რომ ესე იგი, საგნები და მათი აგებულება, საგნები ამ შემთხვევაში უნდა მივიღოთ როგორც აი ფიზიკური სამყარო, ხო, ფიზიკური სამყაროს აგებულება, ხო, ესე იგი, არის ამაში რაღაცა აბსოლუტური ფარდობითობა თითქოს, ხო, რომ საგნები შეიძლება იყოს ისეთიც და ასეთიც, შეიძლება იყოს ან ისეთი, ან ასეთი და შეიძლება იყოს ან არც ისეთი, არც ასეთი. ესე იგი, აბსოლუტურად აი განსაზღვრული ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი, ანუ ჭეშმარიტება კიდევ ერთხელ შეუცნობადია, ხო? კარგი, ამას მოყვება მეორე კითხვა. როგორ ვართ ჩვენ დაკავშირებული საგნებთან? ანუ როგორ ვართ ჩვენ დაკავშირებული დანარჩენ სამყაროსთან, ხო? და აქაც პასუხი მისი ძალიან საინტერესოა. ჩვენი აღქმა საგნებისა არც მართალია, არც ყალბი. ანუ ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, აი რო აღვიქვამთ, აი რაც შემდეგ უკვე ემპირიზმში ლამის დოგმად იქცა, რა, როდესაც აი გვიანდელ ემპირიზმში, რომელიც სხვათა შორის სკეპტიციზმიდან აღმოცენდა, ხო? მოხდა ფეტიშიზაცია თითქოს აი დაკვირვებისა, ექსპერიმენტისა, აღქმისა, ითქვა რომ ცოდნის მოპოვების მთავარი გზა, მთავარი ინსტრუმენტი არის აღქმა. და თუ ჩვენ სწორად აღვიქვამთ რეალობას, ჩვენ მოვიპოვებთ ცოდნას და ჩვენ ხვდებით ჩვენს ცოდნაში, ჩვენ ასე ვთქვათ, გაგებაში სამყაროსი უფრო და უფრო ძლიერები. მაგრამ აი პირონი ამასაც სკეპტიკურად უყურებს, ხედავთ და ამბობს, რომ ჩვენი აღქმა საგნებისა არც მართალია, არც ყალბი. აი რაღაცნაირია. ხანდახან შეიძლება უფრო მართალია ვიდრე ყალბი, ხანდახან პირიქით, მაგრამ ჩვენ არასდროს არ შეგვიძლია ზუსტად ვთქვათ, რომ აღქმა ცალსახად მართალია ან ყალბი. ესეც ძალიან არადამაკმაყოფილებელი პასუხია, ხო? ერთი მხრივ, იმიტომ რომ ფაქტიურად იმ ჩვენ თავარ ამოცანაში როგორ განვაცალკევოთ ჭეშმარიტი წარმოსახვითისგან, არა თუ არანაირ კრიტერიუმს არ გვაძლევს, აი თავიდანვე თითქოს გვეუბნება, რომ ვერასდროს ვერ შევძლებთ ამის გაკეთებას, არა? ესეც თითქოს ძალიან აი უაღრესად პესიმიზმის მომგვრელი პასუხია. მესამე კითხვა ძალიან საინტერესოა. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება მათთან? ანუ როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება აი საგნებისადმი, სამყაროსადმი? ეხლა თითქოს პირველ ორ კითხვაზე ისეთი ცუდი პასუხი მოგცა, ანუ საგნებზე გითხრა, რომ საერთოდ არ ვიცით არაფერი მათ შესახებ და ესე იგი აბსოლუტური ფარდობითობა გითხრა მათზე, რომ მეორე კითხვაზეც ძალიან ისეთი ცუდი პასუხი მოგცა, გითხრა, რომ კი აღვიქვამთ საგნებს, მაგრამ რამდენად ჩვენი აღქმა მართალია თუ ყალბი არ ვიცით, ღმერთმა იცის, ხო? თითქოს მესამე კითხვაზეც ცუდი პასუხი უნდა იყოს, არა? ჩვენი დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს საგნებისადმი, იმ პირობით, რომ ასე რთულია მათი შემეცნება, ხო? მაგრამ აქ პირონი იძლევა აი ძალიან საინტერესო პასუხს, რომელიც მე ვიტყოდი მისი ფილოსოფიის და მისი პიროვნებიდან გამომდინარეობს ეთქობა. ის ამბობს, ჩვენ არ ვიცით საგნების არსი, ვიცით მხოლოდ თუ როგორ გამოიყურებიან ისინი. და ბოლოს აი ამბობს ესეთ ფრაზას: ვეძიოთ, მაგრამ ნუ გამსჯით. ეს ძალიან მომწონს მე პირადად. ესე იგი, ნახეთ, ფაქტიურად იქიდან რომ ჩვენ არ ვიცით საგნების არსი, ის არ აკეთებს იმ დასკვნას, რომ რა კი არ ვიცით საგნების არსი, ამიტომ და რა კი არა გვაქვს კრიტერიუმი, ხო, ჭეშმარიტის და წარმოსახვითის, ამიტომ შემეცნებასაც აზრი არ აქვს. არა, ის ამას არ ამბობს, ის პირიქით ძალიან ცალსახად გვეუბნება, რომ დიახ, ჩვენ არ ვიცით საგნების არსი, ჩვენ ვიცით მხოლოდ როგორ გამოიყურებიან ისინი. ხა ეს გამოთქმაც როგორ გამოიყურებიან, ჩვენ ახლა ხშირად ვამბობთ დღეს რაღაცეებზე, ხო? როგორც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე თქვათ ისტორიაში, თქვათ ამა თუ იმ მეცნიერების დარგში, ჩვენ ვიცით უკვე ვისწავლეთ უკვე თანამედროვე მეცნიერებმა გავარჩიოთ ერთმანეთისგან რას ნიშნავს, რომ რაღაცა არის და რაღაცა გამოიყურება. არა? აი როგორც ინგლისურში რო თქვათ, აი to be or to appear. ესე გამოყურება, გამოიყურება. აი რაღაცა გამოიყურება, ეს ძალიან საინტერესო გამოთქმაა. ის თითქოს
თავის თავში მოიცავს იმას, რომ შენ იმ თავითვე იცი, რომ რასაც ხედავ, რასაც აკვირდები, რასაც აღიქვამ, ეს არის მხოლოდ ამ საგნის, ასე ვთქვათ, ის თუ როგორ ჩანს ის შენ წინაშე, როგორ გამოიყურება იგი და საგნის არსი ამ დროს შენგან დაფარულია. მაგრამ აი თითქოს ასეთი არადამაკმაყოფილებელი პასუხების მერე ის მაინც გვეუბნება ძალიან პოზიტიურ ამას, გვეუბნება ვეძიოთ, მაგრამ ნუ გამიჯით. ანუ მიუხედავად იმისა, რომ შემეცნება ასეთი რთულია, მიუხედავად იმისა, რომ საგანთა რაობა ასეთი რელატივისტურია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით საგნების არსი, ვიცით მხოლოდ როგორ გამოიყურებიან ისინი, ძიებას მაინც აზრი აქვს. მაინც უნდა ვეძიოთ, მაგრამ ისე რომ ვეცადოთ ნუ გამსჯით, ანუ ნუ გავაკეთებთ რაღაც კატეგორიულ დოგმატურ დასკვნებს ჩვენი ძიების ამა თუ იმ ეტაპზე. აი ძალიან საინტერესოა ეს, რომ აი როგორ ხა რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ არის ის რაც დაწერა პირონმა, ხო? ეს არის უკვე საუკუნეების შემდეგ მისი მიმდევრის მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები პირონის ფილოსოფიისა და სავსებით არ არის გამორიცხული, რომ რაღაცეები აქ არ არის ისე, როგორც თქვათ იყო საწყის სწავლებაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აი როცა ამას კითხულობ, გიჩნდება ისეთი განცდა, რომ რაღაცა ამაში რეალური არის, ანუ თითქოს ეს მართლა ის არის, რაც იყო თქვათ აი ამ პირონის საწყისი. ძალიან საინტერესოა მოკლედ ეს ფორმულირებები და აი აქ ჩვენ შეგვიძლია ასეთი მეტაფორა ვიხმაროთ კიდევ იცით, აი როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ჭეშმარიტება შეუცნობადია. მე მომწონს პირადად ასეთი შედარება, ასეთი ალეგორია, ნახეთ, თუ ჩვენ შევადარებთ ჭეშმარიტებას ჰორიზონტს, არა? ჩვენ ვიცით ხო, რომ ჰორიზონტისკენ რო გაცურო, ვერასდროს ჰორიზონტს ვერ მიაღწევ, არა? იმიტომ რომ ჰორიზონტი წარმოსახვითი ხაზია, ხო? ესე იგი, ის მიუღწეველი ხაზია. აი, აბსოლუტური ჭეშმარიტება თითქოს არის როგორც ჰორიზონტი. შენ მისკენ მიისწრაფი და შენ იცი თავიდანვე, რომ ვერასდროს ჰორიზონტამდე ვერ მიხვალ, არა? იმიტომ რომ ის არის მიუღწეველი, შეუცნობადი, ხო, ამ აზრით. მაგრამ მაშინ აქვს აზრი ჰორიზონტისკენ გაცურვას, თუ შენი მიზანი ის არის, რომ აი ზუსტად იმ ხაზამდე მიხვიდე და ჰორიზონტს ხელი მოკიდო, რა თქმა უნდა, აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თავითვე ცხადია, რომ ჰორიზონტი არ არის რაღაცა მატერიალური საგანი, რომელსაც შეიძლება მიაღწიო, არა? ხო და მაშინ ესეთი კითხვა ჩდება, რომ თუ ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა გავს აი ესე ჰორიზონტისკენ ცურვას, მაშინ აქვს საერთოდ აზრი ამ ცურვას, აქვს აზრი ასეთ მოგზაურობას. აზრი აქვს, რატომ? ნახეთ, იმიტომ რომ კი შენ რო ჰორიზონტისკენ გაცურავ, შენ ვერასდროს ჰორიზონტამდე ვერ მიხვალ, მაგრამ ამ მოგზაურობის პროცესში შენ რაღაცეებს აღმოაჩენ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვან ახალ საგნებს, ახალ მოვლენებს, ახალ ობიექტებს. ესმით, აი, ასე ხატოვნად რო ვთქვათ, კოლუმბმაც ჰორიზონტისკენ გაცურა, არა? რა თქმა უნდა, ჰორიზონტს ვერ მიაღწია, მაგრამ აღმოაჩინა ახალი კონტინენტი, ხო? იგივე ვთქვათ, მაგელანმა გაცურა ჰორიზონტისკენ და დედამიწას შემოუარა, ანუ დაამტკიცა, რომ დედამიწა მრგვალია. ხო, ესე იგი, რაღაცა პოზიტიური, ახალი ცოდნითი, ასე ვთქვათ, რაღაცა ფაქტები, რომელმაც გაამდიდრა ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე, ამ პროცესში მოპოვებადია. ესე იგი, ძიების პროცესს არათუ აზრი აქვს, მთელი ისტორია კაცობრიობის აჩვენებს, რომ ამ ძიების პროცესში ჩვენ მოვიპოვეთ მთელი რიგი ისეთი ფარდობითი ჭეშმარიტებები, რომლებმაც საშუალება მოგცა შეგვექმნა ის, რასაც დღეს ვეძახით ბუნებისმეტყველებას, ხო, მეცნიერებას, ამ მეცნიერების საფუძველზე განვითარდა ტექნოლოგიები და ამ ტექნოლოგიებით არის რომ დღეს ჩვენ სარგებლობთ, ხო? თავის დროზე ვიღაცას ამ ჰორიზონტისკენ არ გაეცურა, დღეს ალბათ მე თქვენ ლექციას ასე ვერ წაგიკითხავდით, ხო, ონლაინ რეჟიმში, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებმაც აი დაიწყეს სამყაროს კვლევა, ხო, მაშინ მრავალი საუკუნის წინ, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ მიაღწია. დღემდე ჩვენ არ ვიცით მეცნიერების არც ერთ დარგში პასუხები ყველა კითხვაზე, მათ შორის ყველაზე ფუნდამენტურ კითხვებზე, ხო? აი ჩვენ გვექნება ლექცია, ვთქვათ, სამყაროს შესახებ, კოსმოლოგიაზე, ნახავთ როგორ ვითარდებოდა მეცნიერება ფიზიკური სამყაროს შესახებ და დღეს, აი დღევანდელ კოსმოლოგიაში ჩვენ გვაქვს ისეთი კითხვები, რომლებზეც არ გვაქვს პასუხები, ძალიან მნიშვნელოვანი ძირეული კითხვები. ვიცით მაგალითად, რომ სამყაროში არსებობს
რაღაცა ფორმა მატერიისა ისეთი, რომელსაც ვერ ხედავთ. და ჩვენ ამ მატერიას ვეძახით ბნელ მატერიას. ვიცით, რომ სამყაროში არსებობს რაღაცა ისეთი ენერგია, რომლის რაობა ჩვენთვის გაუგებარია, რომელსაც ჩვენ შევარქვით ბნელი ენერგია. ანუ ვიცით, რომ ის არის, მაგრამ არ ვიცით როგორია იგი, როგორია მისი ბუნება. ხედავთ? ესე იგი, თითქოს და ამ პროცესში სამყაროს შემეცნებისა ჩვენ მივედით მხოლოდ რაღაცა პასუხგაუცემელ ძალიან დიდ კითხვებამდე და თითქოს და აი ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ საერთოდ ეს შემეცნების პროცესი არასდროს არ მივა საბოლოო ჭეშმარიტების აღმოჩენამდე. მაგრამ მოდი შევხედოთ ამ პროცესს სხვანაირად. სამყაროს შემეცნების პროცესში რამდენი რამ გავიგეთ, რამდენი რამ ვიცით უკვე იმაზე, როგორ არის აგებული თქვათ ჩვენი პლანეტა, როგორ არის აგებული მზის სისტემა, ვისწავლეთ თქვათ ჩვენ მეზობელ ციურ სხეულებზე მოგზაურობა, ვიცით როგორ არის აგებული გალაქტიკა, ხო? ანუ ძალიან ბევრი რამე ვიცით სამყაროზე, ბევრად მეტი ვიდრე ვიცოდით მაგალითად იგივე პირონის დროს. ანუ ეს ძიების პროცესი მაინც არ იყო ფუჭი, ხო? ჩვენ იმდენი პოზიტიური ცოდნა მოვიპოვეთ, რომ მე ამ ცოდნის საფუძველზე შევქმნით მეცნიერული თეორიები, გაჩნდა ისეთი დარგები მეცნიერების, როგორც არის ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ამ მეცნიერებებმა კაცობრიობას უამრავი სიკეთე მოუტანა, ხო? უამრავი ტექნიკური, ტექნოლოგიური აღმოჩენები და ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია თქვათ ბევრად მეტი ვიდრე შეეძლოთ ჩვენ ანტიკურ წინაპრებს, ხო, სწორედ ამას ეფუძნება. ესე იგი, აი ეს პოზიტიური, როგორ გითხრათ, აი ესეთი პოზიტიური ნოტა, რომელიც აი არის პირონის მსოფლმხედველობაში და რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? აი ძალიან კარგია რომ ამას მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ეს გვეხმარება იმის გარკვევაში, მაინც როგორ მოხდა, რომ ასეთი კრიტიკული ფილოსოფიური მოძღვრება, როგორიც იყო სკეპტიციზმი, გახდა საფუძველი რაღაცა მნიშვნელოვანი მეცნიერული ნაბიჯებისა და მეცნიერული პროგრესისა, ხო? მაგრამ სანამ ამას ვიტყოდეთ, მაინც თვითონ სკეპტიკური ფილოსოფიის შემდგომ, თქო, განვითარების ეტაპებსაც უნდა შევეხოთ მოკლედ და აი ახლა მინდა გითხრათ იმ მოვლენის შესახებ, რომელსაც აკადემიური სკეპტიციზმი ქვია. აი, როდესაც პირონი უკვე აღარ იყო და სკეპტიკურ ფილოსოფიაში უკვე აი მეორე, მესამე თაობის ფილოსოფოსები გახდნენ გავლენიანი, ხო? ამ დროს სკეპტიციზმში, ასე ვთქვათ, იძალა უფრო აგნოსტიკურმა, პესიმისტურმა დამოკიდებულებამ ძიების პროცესისადმი, იმიტომ რომ ამ ფილოსოფოსებმა და მათ შორის იყვნენ ძალიან გავლენიანი, ძალიან გონიერი ხალხი, ისეთი უდიდესი ფილოსოფოსები, როგორიც იყვნენ ახალი აკადემიის ლიდერები არქესილაი და კარნეადი, ხო? მათ ფაქტიურად ცოდნის სრულ შეუძლებლობაზე დაიწყეს ლაპარაკი და ისინი ამბობდნენ, რომ ვინაიდან ლოგიკა, როგორც კვლევის ინსტრუმენტი არ იძლევა ჭეშმარიტ ცოდნას, რადგან ერთი დებულება გამოყავს მეორედან, მეორე მესამედან და ბოლოს მივდივართ ისეთ დებულებებამდე, რომლებიც კი არ გამოგვიყვანია, კი არ დაგვემტკიცებია, არამედ დავიჯერეთ, ვირწმუნეთ, ხო? ეს ნამდვილად ასეა, გახსოვთ ჩვენ პირველ ლექციაზე მათემატიკაზე რო საუბრობდით, ზუსტად ეს თქვით, ხო? და აი რა კი ასეა, აქედან თითქოს, ხო? ესე იგი, მათ გააკეთეს ასეთი დასკვნა, რომ ვინაიდან ლოგიკა, როგორც კვლევის ინსტრუმენტი არის ასეთი, ესე იგი, არასრულყოფილი, ამიტომ გამოდის რა? გამოდის, რომ სიმართლე არის მიუღწევადი და შესაბამისად, ყოველგვარი კვლევა, ყოველგვარი მცდელობა ჭეშმარიტების სიმართლის მოპოვებისა არის ფუჭი და უნაყოფო. და აი თითქოს სკეპტიციზმი წავიდა ისეთი მიმართულებით, რომ იგი თანდათან თითქოს აი გადაგვარდა, გარდაიქცა, გარდაიქმნა აგნოსტიციზმად. იმიტომ რომ აგნოსტიციზმი გახსოვთ თქვენ ალბათ, იცით რომ ეს არის ის მოძღვრება, რომელიც ქადაგებს სწორედ ჭეშმარიტების არარსებობას, ჭეშმარიტების მიღწევის შეუძლებლობას, ხო? თუმცა და ამიტომ ძალიან ზოგიერთი გვიანდელი მკვლევარი შემდეგ უკვე იქამდე დაიჯერა ეს, რომ ტოლობის ნიშანიც კი დასვეს სკეპტიციზმს და აგნოსტიციზმს შორის და აი მაგალითად ისეთი შესანიშნავი მკვლევარი საერთოდ დასავლური ფილოსოფიისა, როგორც არის ბერტრან რასელი, ხო, თავის წიგნში დასავლური ფილოსოფიის ისტორია, ის სწორედ აი ამ ასეთ ხაზს ანვითარებს, ის ცდილობს დაგვაჯეროს, დაგვემტკიცოს, რომ სკეპტიციზმი რეალურად იგივეა, რაც აგნოსტიციზმი და რომ თანმიმდევრულ სკეპტიციზმს ბოლოს და ბოლოს მივყავართ სწორედ აი აგნოსტიკურ დასკვნებამდე. თუმცა ჩემი აზრით ეს მთლად ასე არ არის და
თლათასი არ არის პირველ რიგში აი იმ ადრეული სკეპტიციზმის, ანუ პირონისეული სკეპტიკური განწყობის თვალსაზრისით, რომელიც შესაძლოა აი ამ ახალი აკადემიის ფარგლებში უკვე დაიკარგა და ამიტომაც იყო, რომ ამ პერიოდში უფრო გაბატონდა სკეპტიციზმში ეს აგნოსტიკური განწყობები. თუმცა შემდეგ უნდა ითქვას, რომ უკვე უფრო გვიანდელ პერიოდში, კერძოდ მეორე-მესამე საუკუნეში, როდესაც მოღვაწეობდა ეს ძალიან საინტერესო პიროვნება, რომაელი ფილოსოფოსი და ამავე დროს ექიმი, სექსტუს ემპირიკუსი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აღორძინება მოახდინა პირონის ადრეული პოზიციების. კერძოდ იგი იმეორებდა პირონის ამ დებულებას, რომ უარი უნდა ითქვას ყოველგვარ განსჯაზე, როგორც მტკიცებითზე, ასევე უარყოფითზე, რომ არც ერთი არგუმენტი არ უნდა მივიღოთ ისე, როგორც თითქოს იგი არის აბსოლუტურად სწორი და არც ერთი არგუმენტი არ უნდა მივიღოთ როგორც მცდარი, არამედ უნდა ვეძიოთ, ისევ და ისევ აი მან ძიების იდეა წამოწია წინ. და აქვე გაგვახსენა ის, რაზეც პირონი ასევე ლაპარაკობდა, რომ განსჯისგან თავშეკავება, ეს არის გზა სულიერი სიმშვიდისკენ. და პირონს უკაცრავად სექსტუს ემპირიკუსს ეკუთვნის აი ეს ძალიან ცნობილი და ძალიან საინტერესო კლასიფიკაცია ფილოსოფიური მიმართულებებისა. აი ტრადიციული კლასიფიკაცია ხო ასეთია, მატერიალიზმი და იდეალიზმი, არა? მაგრამ სექსტუს ემპირიკუსი და პირონი, როგორც ჩანს, ასევე ფილოსოფიაში ხედავდნენ სამ მიმართულებას, არა ორ, არამედ სამ მიმართულებას. აი ძალიან საინტერესოა ეს მათი მიმართულებების, ასე ვთქვათ, დახასიათება. ისინი ეძახდნენ დოგმატიკოსებს, ყველა იმ ფილოსოფოსს, ვინც თვლიდა, რომ მათ იცოდნენ რა არის ჭეშმარიტება და ქადაგებდნენ მას. ანუ ფილოსოფოსი, რომელიც თვლის, რომ მან იცის რა არის ჭეშმარიტი და ამის შესახებ წერს, ქადაგებს, ცდილობს ჩვენ დაგვარწმუნოს, გითხრას, გაგვიზიაროს ხო თავისი მოსაზრებები, ყველა ასეთი ფილოსოფოსი სექსტუსისთვის და პირონისთვის არიან დოგმატიკოსები. და საინტერესოა, ხო, ესე იგი, მაგალითად იგივე ისეთი ორი შეურიგებელი ფილოსოფოსი, როგორიც არის დემოკრიტე და პლატონი, ხო? მათთვის არიან ორივე დოგმატიკოსები. მათი აზრები ძირეულად განსხვავდება ერთმანეთისგან. მათი მსოფლმხედველობა ძალიან განსხვავებულია, მაგრამ ორივე დარწმუნებულია თავის სიმართლეში, ხო? ორივე ქადაგებს და ასე ვთქვათ, დიდი დარწმუნებით წერს, ლაპარაკობს იმაზე, რაც მას გონია ჭეშმარიტი. ამიტომ ორივე არიან დოგმატიკოსები, ანუ მათი მსოფლმხედველობა არის დოგმატური, არა? მეორე მიმართულება ეს არის აგნოსტიკოსები. ნახეთ, აგნოსტიკოსები არიან ისინი, რომლებიც თვლიან, რომ ჭეშმარიტების ცოდნა შეუძლებელია, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარი ცოდნის შესაძლებლობას. ესე იგი, ეს არის, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ აი დოგმატიზმის, აი სრული ანტიპოდი, აგნოსტიციზმი, ხო? და საინტერესოა, რომ აი სექსტუსი ხედავთ სკეპტიკოსებს და აგნოსტიკოსებს ერთმანეთისგან განასხვავებს. ანუ ის ძალიან ისე მკაფიოდ გამოყოფს სკეპტიციზმს როგორც მესამე მიმართულებას და ამბობს ასეთ რაღაცას. ხოლო აი ასე უწერია თუ არ ვცდები სიტყვასიტყვით, რომ ამბობს, რომ ესე იგი დოგმატიკოსები არიან ისინიო, ვინც თვლიან, რომ იციან რა არის ჭეშმარიტებაო, აგნოსტიკოსები არიან ისინიო, ვინც თვლიან, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ან ჭეშმარიტების ცოდნა შეუძლებელია, ხოლო ვეძიებთ ჩვენ სკეპტიკოსები, აი ასე ამბობს, ნახეთ. ესე იგი ისინი, ვინც ვეძიებთ, ანუ ვინც არ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ რაც ვიცით, ეს ჭეშმარიტია და არც იმაში ვართ დარწმუნებული, რომ ჭეშმარიტება არ არსებობს, ჩვენ ამბობთ, რომ ჭეშმარიტება შეუცნობადია. ნახეთ, ძალიან ფაქიზი და ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება, ხო? როდესაც ამბობ რაღაცაზე, რომ შეუცნობადია, შენ ამით არ ამბობ ცალსახად, რომ ეს რაღაცა არსებობს თუ არა, ხო? ასეთი ცნობილი ის რომ არის, რა ქვია, ჩინური ანდაზა გახსოვთ, რომ ძალიან ძნელია ეძებო შავი კატა ოთახში, განსაკუთრებით თუ ოთახში ეს კატა არ არის, არა? ძალიან ძნელია იპოვო შავი კატა ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს კატა იქ არ არის. ეს ცოტა ირონიულად არის ნათქვამი, ხო და აი აგნოსტიკოსისთვის, ხო, ეს იმთავითვე ამაო ის არის, რა ქვია, ძიება, იმიტომ რომ მან იცის იმთავითვე, რომ ის შავი კატა იქ არ არსებობს და ამიტომ ამბობს რა აზრი აქვს ძიებას თუ მე ვიცი, რომ ის იქ არ არის. დოგმატიკოსი ის არის, ვინც იცის
სად არის ეს კატა, რაღაცას ხელი მოკიდა და ამბობს, აი ეს არის კატა. მეორე დოგმატიკოსი რაღაცა სხვაზე ამბობს და შეიძლება ერთმანეთთან კამათობენ, მაგრამ ერთიც და მეორეც პრინციპში არიან დოგმატურები, იმიტომ რომ გონიათ, რომ მათ ასე ვთქვათ, მიაკვლიეს ჭეშმარიტებას. ხოლო სკეპტიკოსი არის ის, რომელიც ეძიებს. და რას ნიშნავს ეძიებს? ანუ ის ამბობს, რომ აბსოლუტური ჭეშმარიტება არსებობს თუ არა, მან არ იცის. ის იმაში შეიძლება დაეთანხმოს აგნოსტიკოსებს, რომ ალბათ აბსოლუტური ჭეშმარიტება მიუღწეველია, ისე როგორც მიუღწეველია ჰორიზონტი, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ჭეშმარიტების ძიება საჭიროა და შესაძლებელი. იმიტომ, რომ ეს არის ის გზა, ძიების გზა, რომლის დროსაც ჩვენ სწავლობთ ბუნებას, რომლის დროსაც ჩვენ ვეუფლებით რაღაც ფარდობით ჭეშმარიტებებს, თუნდაც არასრულყოფილს, თუნდაც ძალიან ნაკლოვანს, მაგრამ ჩვენი ცოდნა, ჩვენი წარმოდგენა სამყაროზე უფრო და უფრო მდიდრდება და ჩვენ ხვდებით, ასე ვთქვათ, უფრო და უფრო, როგორ გითხრათ, ძლიერები ჩვენი დამოკიდებულება სამყაროსადმი უფრო და უფრო გააზრებული ამის შემდეგ. აი ეს იდეა, რომ ძიების გზა ბუნების შესწავლა არის აუცილებელი და შესაძლებელი, გახდა სწორედ ემპირიზმის, რო ითქვიან, აი ამოსავალი წერტილი. აქედან შემდეგ უკვე ადრეულ შუა საუკუნეებში და შემდეგ უკვე გვიანდელ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ის, რასაც ერქვა ემპირიზმი. და აქ უკვე ჩვენ ლექციის ბოლოსკენ მივდივართ და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა უნდა ვახსენოთ, რომლებსაც შეიძლება პირობითად სკეპტიკოსები უწოდოთ. ანუ უკვე გვიანდელი ეპოქის, უკვე აი როგორ გითხრათ, უკვე შუა საუკუნეების პერიოდის სკეპტიკოსი ფილოსოფოსები და მოაზროვნეები. მათ შორის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება იყო აი ეს ადამიანი, ალ-გაზალი, რომელიც იყო უდიდესი სპარსელი თეოლოგი, იურისტი, ფილოსოფოსი, ასტრონომი, ძალიან მრავალ, ასე ვთქვათ, დარგში მოღვაწე მეცნიერი, უდიდესი ავტორიტეტი თავის ეპოქაში. მან პირველმა დაიწყო საუბარი მეთოდური ეჭვის თეორიაზე, ანუ ეჭვზე როგორც მეთოდზე, ის რაც შემდეგ უკვე ევროპულ ტრადიციაში განვითარდა. მანვე ძალიან დიდი ყურადღება დაუთმო, სხვათა შორის, მიზეზ-შედეგობრიობის, ანუ კაუზალურობის კვლევას და ძალიან დიდი გავლენა მოახდინა, როგორც თქვი, ევროპულ ფილოსოფიაზე. ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი ევროპული აზროვნების იყო ეს ადამიანი, რენე დეკარტი, რომელიც სწორედ აი შეიძლება ითქვას, რომ ბევრ რამეში ალ-ღაზალის იდეებს ანვითარებს, კერძოდ აი ეს მეთოდური ეჭვის თეორიის, ასე ვთქვათ, შემქმნელია ერთ-ერთი. დეკარტიც იყო არა მარტო ფილოსოფოსი, არამედ ამავე დროს მათემატიკოსი, ფიზიკოსი, შესანიშნავი მწერალი, მას ძალიან ხშირად ეძახიან თანამედროვე ფილოსოფიის მამას, იმდენად დიდია მისი ადგილი ფილოსოფიაში. ამავე დროს მას ეძახიან ეჭვის აპოლოგეტს, ანუ ადამიანს, რომელიც ეჭვს, ეჭვის შეტანის უნარს აყენებს ერთ-ერთ პირველ ადგილზე რეალობის კვლევაში. აი მისი ეს ცნობილი გამოთქმა კოგიტო ერგო სუმ, რომელიც ალბათ ბევრს გსმენიათ, ვაზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. და თურმე ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რომ პირვანდელი რედაქცია ამ ფრაზისა, რომელიც დეკარტის ერთ-ერთ ნაშრომში გვხვდება, ცოტა სხვანაირად ჟღერდა. ანუ ამ ფრაზას ჰქონდა რაღაცა წინაპირობა. იწყებოდა ფრაზა ასეთნაირად. Dubito ergo cogito. ნახეთ? ვეჭობ, ანუ ვაზროვნებ. და შემდეგ ამბობდა cogito ergo sum, აზროვნებ, ესე იგი ვარსებობ. ესე იგი, ფაქტიურად აზროვნება იწყება მაშინ, როდესაც ეჭვი შემაქს რაღაცაში და აზროვნება კი არის ჩემი არსებობის უმთავრესი ფორმა. ხედავთ, ესე იგი, როგორ ფაქტიურად როგორი მნიშვნელოვანია დეკარტისთვის, მისი სოფხედველობისთვის აი ეს ეჭვის მეთოდური ეჭვის იდეა და ეჭვი როგორც სწორედ შემეცნების ინსტრუმენტი, არა როგორც თვითმიზანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას ეჭვი შეაქვს ამა თუ იმ მოვლენაში, არა იმიტომ, რომ ასეთია მისი დამოკიდებულება რეალობისადმი, არა, ეს არის მისთვის გზა, იარაღი იმისთვის, რომ მან მოიპოვოს ჭეშმარიტება. და აი მისი ეს ეჭვის მეთოდი, არა, ესეთნაირად შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ, ძალიან საინტერესო ესეთი სისტემატური ფორმა მოგვცა მან ამ მოდელისა. კერძოდ ის გვეუბნება, რომ მხოლოდ ისეთი ინფორმაციას უნდა ვირწმუნოთ, რომელიც შემოწმებულია დაკვირვებით, ცდით და კრიტიკული ანალიზით, ანუ მნიშვნელოვანია როგორც ემპირიული მხარე, ასევე კრიტიკული ანალიზი, ანუ რაციონალიზმი.
რომ ცნობილი ჭეშმარიტების მცირე ნაწილებად დაყოფა ძალიან სასარგებლოა, იმიტომ რომ ეს გვეხმარება უკეთ გავიაზროთ ეს ჭეშმარიტებები, რომ ჯერ უნდა ვისწავლოთ მარტივი ამოცანების ამოხსნა და შემდეგ თანდათან გადავიდეთ რთულებზე და ეს არის შემეცნების ადეკვატური სწორი გზა და რომ ყოველთვის ახალი ამოცანის ამოხსნა, როდესაც რაღაცის ამოხსნას ვასრულებთ, უნდა ყოველთვის დავსვათ ახალი ამოცანები, ანუ მომავალში ამოსახსნელი ამოცანები უნდა გავიაზროთ. ანუ ფაქტობრივად მთელი სისტემაა, არა იმისა, თუ როგორ უნდა შევიტანოთ ეჭვი არსებულ ცოდნის სისტემაში, როგორ მოვახდინოთ მისი ანალიზი და ხელახალი აგება. მხოლოდ ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომელიც არის ემპირიულად დადასტურებული. ხშირად ამბობენ, რომ დეკარტი იყო რაციონალისტი და იყო, რა თქმა უნდა, რაციონალისტი და ბევრ რამეში ემპირიზმის წარმომადგენლებს უპირისპირდებოდა. თითქოს, მაგრამ მისი ფილოსოფია და მისი ეს ეჭვის მეთოდი უაღრესად ჰარმონიულია, იმიტომ რომ ის ხას უსვამს იმას, რომ ემპირიულ მხარესაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ახალი თეორიების, ახალი მოდელების აგება უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ემპირიულად დადასტურებული ფაქტების საფუძველზე, არა? და აქ აი ძალიან საინტერესოა კიდევ ორი მოაზროვნე, რომელზეც ლექციის ბოლოს მინდა გითხრათ. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ აი ეს ფრანგის შესანიშნავი წერალი, ისიც თანამედროვე სკეპტიციზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიშელ დე მონტენი, რომლის ესეები არის, აი შეიძლება ითქვას ამ ჟანრის ესეისტიკის ერთ-ერთი პირველი ნიმუში და მისი ასე ვთქვათ ნაწერები არის აი გაჯერებული ესეთი ძალიან თავისუფალი, ძალიან ირონიული, თვითკრიტიკული ეჭვით. მას ეჭვი შეაქვს არა მარტო სხვების მოსაზრებებში და იდეებში, არამედ ხშირად საკუთარ მოსაზრებებსაც კითხვის ნიშანს უწერს და იქამდე მიდის, რომ აი მაგალითად ეს ცნობილი გამოთქმა რო არის, რომელიც სოკრატეს მიეწერება, რომ მე ვიცი ის, რომ არაფერი არ ვიცი, ამას სხვანაირად აყალიბებს. ასე ამბობს, ვიცი კი რამე, ანუ ეს კიდე უფრო სკეპტიკური ის არის, ხო? ესე იგი, როდესაც შენ ამბობ, რომ არაფერი არ იცი, ეს მაინც რაღაცა კატეგორიული დოგმატური მსჯელობაა, ხო? მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი. ხოლო მონტენის ეს ფორმულირება უფრო ირონისტულია, მოდი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ფაქტობრივად ეს ასე ჟღერს, ვიცი კი რამე, ანუ რაც ვიცი, რამდენად ეს ცოდნა, ასე ვთქვათ, ადეკვატურია და რამდენად არა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ფაქტიურად მონტენის ნაწერებში, აი, ჭეშმარიტებების და ჭეშმარიტების როგორც ასეთის ფარდობითობა არის კიდევ და კიდევ ხაზგასმული და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და ბოლოს აი მე დაგკვირდით, რომ ლექციის ბოლოს მეთქი გეტყოდით აი ამ შესანიშნავ მეცნიერზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის არა მარტო ფილოსოფოსი და თეოლოგი, არამედ უდიდესი ქიმიკოსი, გამომგონებელი, ფიზიკოსი, ადამიანი, რომელმაც განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა ქიმიის შექმნაში, თუმცა ფიზიკაშიც ბევრი აქვს გაკეთებული და ერთ-ერთ კანონს ფიზიკაში, წეგეზოთ აირების თეორიაში მისი სახელიც კი ქვია. მაგრამ აი მისი ეს წიგნი, რომელსაც ძალიან საინტერესო სათაური აქვს, ნახეთ, სკეპტიკური ქიმიკოსი, ქიმიურ-ფიზიკური ეჭვები და პარადოქსები. აი ესეთი სახელი აქვს ამ წიგნს და რა არის ამ წიგნში გაკეთებული, იცით, რომ ფაქტობრივად ბოილი იღებს არსებულ, ასე ვთქვათ, პარადიგმას სამყაროს აგებულებისა, აი რომელიც მოდიოდა ჯერ კიდევ ძველი ანტიკური პერიოდიდან, რომ ყველაფერი არის აგებული 4 ელემენტისგან, ეს 4 ელემენტია მიწა, ჰაერი, ცეცხლი და წყალი და რომ ყველაფერი ნივთიერი, ყველაფერი მატერიალური წარმოადგენს ამ 4 ელემენტის ამა თუ იმ პროპორციით ერთობლიობას, ხო? და ბოილი თავისი ექსპერიმენტებით, თავისი კონკრეტული ცდებით, რომლებსაც ის ატარებს, რომლებსაც ის ამ თავის წიგნში ძალიან გულდასმით აღწერს, ის გვიჩვენებს, რომ ეს წარმოდგენა რეალობაზე არის არასწორი, რომ სინამდვილეში არის ბევრად მეტი ელემენტები, ვიდრე 4, კერძოდ ის, რასაც ჩვენ ჰაერს ვეძახით, რომ ის შედგება სხვადასხვა აირებისგან, რომ ყველაფერი ეს არის ატომების და მათი ჯგუფების განლაგებაზე დამოკიდებული და რომ საბოლოო ჯამში, ხო, ფიზიკური სამყარო შედგება არა 4 ელემენტისგან, არამედ ბევრად უფრო მეტი ელემენტისგან. ის რაც შეიძლება ითქვას თანამედროვე ქიმიის, ასე ვთქვათ, საფუძველია. და აი საოცარია ეს და საინტერესოა ეს, რომ ეს, ესე იგი, ახალი ცოდნა, ახალი წარმოდგენა, ხო, სამყაროს აგებულებაზე მოვიდა დიდწილად იმ ადამიანის მოღვაწეობით, რომელმაც
თვითონ თავისივე წიგნის სათაურშივე გამოიტანა სკეპტიკოსობა და ეჭვი და პარადოქსების ძიების სიყვარული, როგორც ასე ვთქვათ, მთავარი რაც არის ასე ვთქვათ მის ნამუშევარში და ამიტომ ამ წიგნის სათაური მე ვიტყოდი არის უაღრესად სიმპტომატური. და ძალიან ხშირად მე ამას როდესაც აი ამ თემაზე საუბრობ ხოლმე ვამბობ, რომ თუნდაც ესკმარა იმისთვის, რომ სკეპტიციზმს კონდეს აი პოზიტიური ადგილი მსოფლმხედველობაში, რომ ადამიანები, რომლებიც აი ესეთი სკეპტიკური განწყობით მოდიოდნენ მეცნიერებაში, საბოლოო ჯამში ტოვებდნენ უაღრესად დადებით, უაღრესად პოზიტიურ კვალს და ხდებოდნენ ახალი ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნის გენერატორები, ხო? ასე რომ მოდი ლექცია ამით დავამთავროთ დღეს, უკვე დროსაც გადავამეტეთ და შემდეგ ლექციაზე უკვე ვისაუბროთ იმაზე, აი სკეპტიციზმიდან როგორ განვითარდა თანდათან ემპირიზმი და როგორ მოხდა უკვე ბუნებისმეტყველებაში აი ამ იდეების, ემპირიზმთან დაკავშირებული იდეების საბოლოოდ გამარჯვება, ხო? კარგით. მაშინ დღეს ამითი დავამთავროთ, დაგემშვიდობებით, ნახვამდის. უკაცრავად, წასაკითხად რა გვექნება შემდეგ? წასაკითხად გექნებათ, საერთოდ ყოველთვის, ყოველი ლექციის შემდეგ უნდა ნახოთ ხოლმე მასალებში ამ ლექციასთან დაკავშირებული ტექსტი, მოკლე კონსპექტი, რომელშიც შეიძლება იყოს ზოგ შემთხვევაში 4, 6, 10, 15 გვერდია, იქვე სადაც დევს ახლა ამ ლექციის სლაიდები, იქვე დევს ამ ლექციის მოკლე ტექსტი, რომელიც ჩემი აზრით არის ის აუცილებელი მინიმუმი, რომელსაც სტუდენტი უნდა გაეცნოს, როცა ეს ლექცია მოისმინა. რა თქმა უნდა, იქვე მასალებში კიდევ სხვა წყაროები, მაგალითად ძალიან საინტერესო ორი წიგნია, რომელიც ეხება სწორედ აი ბერძნულ სკეპტიციზმს, იქვე ეს თუ ამ მასალას თუ დაინტერესდით ამ საკითხით და თუ ამაზე დამატებით მეც წაიკითხავთ, ძალიან ბევრი წყარო თქვენთვის პირდაპირ მასალებში მეჩავდე და ეს იქნება თქვენთვის ხელმისაწვდომი. მით უმეტეს, რომ მე თქვენ დღესვე მოგცემთ უკვე პირველი რეფერატის დასახელებებს, ამ დასახელებებს შორის იქნება აუცილებლად რაღაცა დღევანდელი ლექციის თემასთან დაკავშირებული, შეიძლება ორი სხვადასხვა თემაც და თუ თქვენ ამას რომელიმეს აირჩევს, მაშინ უკვე მოგიწევთ, რა თქმა უნდა, ამ წყაროების ძალიან საფუძვლიანად შესწავლა, წაკითხვა და გამოყენება თქვენი რეფერატის დაწერისას. ისე რომ აი პასუხი ეს არის, ანუ აუცილებელი მინიმუმი არის, რომ წაიკითხოთ ის კონსპექტი, რომელიც დევს მასალებში და თუ დაინტერესდით და თუ მით უმეტეს გადაწყვიტეთ, რომ ამ თემაზე რაღაცა დაწეროთ, მაშინ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტი. თუმცა ამით რა თქმა უნდა არ შემოიფარგლება, იმიტომ რომ თუ თქვენ თვითონ იპოვით რაღაც საინტერესო წყაროებს, ისეც რომელიც მე არ მაქვს მასალებში ჩადებული და გამოიყენებთ, ეს კიდევ უკეთესი იქნება. საერთოდ გახსოვდეთ, რომ საუკეთესო რეფერატები არის ისეთი, სადაც ავტორი, სტუდენტი იყენებს ისეთ წყაროებს, რომელიც მეც არ ვიცოდი, რომ არსებობდა და ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ სტუდენტს ისეთი რეფერატი დაუწერია, რომ მე მისი რეფერატიდან რაღაც მასალები გამომიყენებია ჩემ ლექციებში. აი, თუ ესე მოხდება, მე მხოლოდ გამეხარდება ეს. მომავალი ლექციისთვის აღარ გვაქვს დასაწერი დავალება? არა, დასაწერი დავალებას, როგორც დავალებას ერთკვირიანს ეხლა მე თქვენ არ მოგცემთ, მაგრამ კიდე გეუბნებით დღეს მე თქვენ გამოგიგზავნით პირველი რეფერატის 5 სათაურს და აი ამ სათაურებიდან თქვენ უნდა ამოარჩიოთ ერთ-ერთი და ამაზე დაწეროთ რეფერატი. ამისთვის თქვენ გექნებათ 3 კვირა, ანუ ამორჩევის პროცესით შეგიძლიათ რამდენიმე დღე გააგრძელოთ, ნახოთ მასალები ერთზე, მეორეზე, მესამეზე და იმის მიხედვით რომელი უფრო დაგაინტერესებთ და უფრო თქვათ თქვენთვის ის იქნება ხელმისაწვდომი სხვა წყაროები, ამოირჩევთ და ამაზე დაიწყებთ მუშაობას. ანუ პირველ რეფერატზე მუშაობა უკვე შეგიძლიათ ხვალიდან დაიწყოთ. ჩავთვალოთ, რომ ეს დღევანდელი დავალების ნაწილი იქნება. დიახ. მადლობა და ნახვამდის. კარგად იყავით აბა ხალხო, ნახვამდის. 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 კარგად. ნახვამდის.